მოგესალმებით მაყურებლებო. დიდი მადლობა რომ გიყურებთ და გვისმენთ. დღეს ვარ ჩვენ სტუმრად ბატონ ლევან მასაძესთან. გვექნება ინტერვიუ და გთხოვთ რომ მოგვისმინოთ. ბატონ ლევან გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოგზაურობთ. გამოხატეთ თანხმობა ჩვენ ინტერვიუ ჩვენთან. ბატონო ლევან, მაინც დავიწყებ ბოლო მოვლენებით კონგრესით, რომელიც ჩატარდა. კაია რომ ჩვენთან მოხდა ტელევიზიაში პირველად ამ კონგრესის მერე. პატივია ჩვენთვის. ამ კონგრესზე იყო ჩამოსული მსოფლიოდან მეოთხე ნაღრების საზოგადოება, საუკეთესო ნაწილი. იყვნენ მათ შორის პარლამენტარები, ასე ვთქვათ, კონგრესმენები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, მწერლები, უბრალო ხალხი, მეოჯახეები ამერიკიდან, ევროპიდან, ინგლისიდან, აზიიდან, აფრიკიდან მათ შორის. და ყველა საერთოდ საერთო ღირებულება, ოჯახის სიწმინდე, ტრადიციები, კულტურა. ბატონ ლევან, მე ესე ვფიქრობ, რომ ეს სულ დაიწყო 10 წელია ეს კონგრესები, იმიტომ დაიწყო ეს იყო მე-10 კონგრესი საქართველოში. და ეს მოიტანა დღევანდელმა ყოფამ, დღევანდელმა გარკვეულმა კულტურო ქვეყანაზე გავლენამ, მოიტანა სურვილი, რომ საზოგადოება შეიკრას და გაერთიანდეს ღირებულების ქვეშ. და ჩვენთან რომ გაიმართა, ეს იყო დიდი მიღწევა, მახსოვს თქვენი გამოსვლა შარშან ამერიკაში, რომ აირჩიეს ჩვენი ქვეყანა, მანამდე იყო სხვა ჩვენ ყავდა კონკურენტები, მაგრამ მოხდა ჩვენთან. და მე რაღაც მახსოვს სიტყვები ძველი კონგრესიდან აქ რო იყო მაშინ ჩამოსული მათი წარმომადგენლები, მაშინ თქვეს, რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა და ჩვენ მიგვაშნიაო, რომ მასთან ეგ ტრადიციული, ქრისტიანული, მართლმადიდებლური, ვაჟკაცური და მასაა ყველანაირი შანსი, რომ მოერიოს ამ საქართველოს სოფლიოში გამეფებულ ცუდ გავლენებს. და ამიტომ ჩვენი აქ ჩამოსვლა სიმბოლური არისო და ჩვენ გვინდაო, რომ ერთად ეს გავაკეთოთ. თუ საქართველოში მოხდება პრეცედენტი ამისიო, ეს უფრო მე სოფლიოშიც მოხდება ამის გაგრძელებაო და ბატონ ლევან, თქვენი სიტყვა ძალიან გზნებარე იყო. საკმაოდ ძველი სიტყვა იყო, მაგრამ ყველა უსმენდა ამ სულ მოუთქმელად. რა შეგიძლიათ თქვა ბატონ ლევან კონგრესზე, მის მნიშვნელობაზე? ერთი დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგზაურობისთვის, საუბრისთვის და რაც ეხება კონგრესს, დღემდე თავმჯდომარების ქვეშ ვარ, იმიტომ რომ ეს სოფლიო მოძრაობა, რომელიც ჩემის აზრით გახლავთ სოფლიოს ტრადიციული საზოგადოებების რეაქცია აი იმ თავხედ შეტევაზე, რომელიც ახლა მთელ სოფლიოში მიმდინარეობს და რომელიც აუცილებლად დამარცხდება. ეს მოძრაობა იზრდება წლიდან წლამდე და ჩვენთვის დიდი პატივი არის ამ მოძრაობის ნაწილად ყოფნა. ეს არ არის რაღაც მორიგი ინტერნაციონალი პროლეტარული, ეს არ არის რაღაც რელიგიური ეკუმენიზმი, ეს არის საერო საზოგადოებების მტკიცე პასუხი და მტკიცე დგომა ოჯახის და ტრადიციის სადარაჯოზე. და თვითონ ეს ფაქტი, რომ მე-10 საიუბილეო კონგრესი ჩატარდა საქართველოში, ჩემის აზრით არის ღრმად სიმბოლური მოვლენა. ნამდვილად არ ველოდით ასეთ გამარჯვებას შეერთებულ შტატებში. მithქვამს დავიტყვი, რომ 4 საუკეთესო ქვეყანა მონაწილეობდა ამ კონგრესის მასპინძლობისათვის შეჯიბრის ფინალში. ესენი იყო პორტუგალია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და ჩვენ და მექსიკაში იქნება ხო შემდეგი? ჯერ მე მგონი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში აი რომ მკითხოთ როგორ მოხდა ესე, რომ მე-10 კონგრესი ჩატარდა თბილისში, ვერ გეტყვით, მე ვიტყოდი ჩემს ენაზე, რომ ეს სასწაულია. მე მგონი ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ტენდერში და წარდგინებებში, რომლებიც Salt Lake City-ში, შეერთებულ შტატებში მოხდა იმან, რომ ჩვენ ვთქვით იქ, რომ ჩვენმა პატრიარქმა დააწესა 17 მაისს მშობლების პატივისცემისა და ოჯახის სიწმინდის დღეთ და ამან რაღაც იმხელა გავლენა იქონია კონგრესის დირექტორთა საბჭოზე და მითხრეს კიდეც, რომ ეგეთი რამეო ჩვენო არსად არ გაგვიგიაო, რომ ახალ
ეპოქაში აი ესეთი დღე დაწესებული იყო და რადგან ეგეთი პატრიარქი ყავთო ჩვენ თავი მოვალეთ მიგვაჩნია რომ თბილისში ჩამოვიყვანოთ ეს კონგრესიო და ძალიან უჩვეულო რამ იყო იმიტომ რომ წინა კონგრესი აგერ ნოემბერში ჩატარდა და როგორც წესი მინიმუმ 1 წელი ჭირდება ხოლმე კონგრესის მომზადებას და უბრალოდ მკითხეს რომ აი რომ ჩავატაროთო მოვასწრებთო 6 თვეშიო და ნუ რა გვექნა ხა ხო არ ვიტყოდით რომ ვერ მოვასწრებთ და ვთქვით რომ ყველაფერს ვიზამთ ამისათვის ღვთის შეწევნით და ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი და ხელმძღვანელობა უამრავი მოხალისე ახალგაზრდა უამრავი მეოჯახე საერო აქტივისტი ჩაერთო აი ამ რაღაც კოლოს ისე ადვილის აყურებელია 3-4 დღე ამდენი უცხოელი და ამდენი ქართველი რომ აი ესე მუშაობს ერთად მაგრამ თვითონ ფაქტია ამ კონგრესის ესეთი რაღაც სწრაფად გამართვისა და რა თქმა უნდა ხა მთავარი მოვლენა იყო ეს რომ მთავარი პიროვნება მთავარი ფიგურა ქვეყნის ცხოვრებაში თავად მოვიდა და დაესწრო და დალოცა და სიტყვით მიმართა ამ კონგრესს შემდეგ ეს რაღაც ზღაპრული მსვლელობა აწყურის ხატთან ერთად სამების დამი და ეხლა ჩვენ გვიყვარს თავის ქება ქართველებს და უხრამაგრები ვართ და ამის ძახილი მე ნამდვილად არ მინდა ეს ასე გამომივიდეს მაგრამ ნუ აი ერთ ფაქტს ვიტყვი ბრაიან ბრაუნი ახალი პრეზიდენტი სოფლიოს საოჯახო კონგრესისა რომელიც არჩეულ იქნა თბილისში დირექტორთა საბჭოს ხდომაზე ალან კარლსონი რომელიც არის პრეზიდენტ ემერიტუს ანუ საპატიო პრეზიდენტი როგორც დამფუძნებელი წავიდა პენსიაში და ლარი ჯეიკობსი არის აღმასრულებელი დირექტორი და თბილისში მოხდა დირექტორთა საბჭოს ხდომაზე მე არა ვარ დირექტორთა საბჭოს წევრი და არ დავსწრები ვარ ამ ხდომას მაგრამ მოხდა ჩატარდა არჩევნები ეგეც ძალიან სიმბოლურია რომ ეს ამერიკელია ხო ახალი ბრაიან ბრაუნი ამერიკელი არის არაჩვეულებრივი პიროვნება ძალიან დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სარბიელისა და კარიერის ასე ვთქვათ პატრონი და უზარმაზარი კავშირებით ამერიკის ტრადიციონალისტურ და ევროპის ტრადიციონალისტურ წრეებში და ბრაიანი დაინიშნა თბილისში ახალ პრეზიდენტად და ბრაიანი რაღაცნაირი როგორ თქვა არ მინდა ფამილიარულად გამომივიდეს მაგრამ აი რაღაც როგორ ძმაკაცი ისეა იმიტომ რომ რეგბისტი იყო და რო გაიგო რომ მეც რეგბის თამაშობდი გახარებული იყო ძალიან და მითხრა კონგრესის ბოლოს მე მაქვს უფლება ეს გავაჟღერო საჯაროდ ხა შეიძლება ბრაიანს რო კითხომ არ გაიმეოროს ხებს რომ არ აწყენინოს მაგრამ მითხრა რომ ლევან ეს არის ყველაზე დიდებული კონგრესი რაც როდისმე ჩაგვიტარებია და ეხა კონგრესის პრეზიდენტი რო ეგეთ რაღაცას გეტყვის ეგ ძალიან დიდი ჯილდო. თორემ მე შევატყე ლევან მნიშვნელოვანი იყო ეს არა მარტო საქართველოსთვის, იქაც იყო ჩამოსული საქართველოს ეს იყო კი ძალიან მაგარი ისე დიდი ის იყო მუხტი როცა დროშებით მოდიოდნენ ამ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა დიდი მუხტი იყო მაგრამ ეს იყო მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა. და მე ესე ჩავთვალე რომ აი თქო საქართველოში გარკვეული წარმატების და პრეცედენტი მნიშვნელოვანად ძალიან მათთვის. რა თქმა უნდა. და მე სწორედ აი გუშინ მელაპარაკებოდი ყავს საფრანგეთში მეგობრები და მეუბნებოდი რომ თქვენო აქ უნდა შექმნას ჯგუფებიო, რომლებიც დაფინანსდება ევროპიდან. სწორედ აი ამ ოჯახის დაცვის კუთხით. და როგორც მოწინააღმდეგე ამ უზნეობის და ყველაფრის და ალბათ ეს მოხდება რომ ნუ მე მგონია საერთოდ რომ არა დაფინანსდება თქვა ცუდი რაღაც ამ კაი დაფინანსდება ევროპიდან. ხო, თქმა უნდა, კაი იქნება თუ დასავლეთი აქ სხვა სახეს აჩვენებს ვიდრე იმას რასაც აჩვენებდა ამდენი წლები და ჩვენ გვითქვამთ და ვიტყვით არ დავიღლებით რომ ჩვენ არა ვართ დასავლეთის წინააღმდეგი, ჩვენ ვართ იმ ოკულტისტური ფსევდო ევროპული ძალების წინააღმდეგი რომლებმაც შეჭამეს ევროპა და მოდით მაგაზეც ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ კონგრესს რომ დაუბრუნდეთ, კონგრესის მემკვიდრეობის გააზრება ახლა იწყება. ჩვენთვის მთავარი სამუშაო, ჩვენ გვაქვს 55-მდე ბრწყინვალე გამოსვლა ამერიკელების, ევროპელების შეიკრება ეს წიგნად მეცნიერების, არა მარტო წიგნად კონგრესი ახლა თარგმნის ამას ქართულად.
და ქართულ ინტერნეტ სივრცეში რეგულარულად ჩვენ წინ გველოდება რამოდენიმე თვის განმავლობაში რეგულარულად დაიდება და გავრცელდება ჩვენი უცხოელი სტუმრების მოხსენებების მე ბევრმა მთხოვა ეს ქართული თარგმანები, ესენი არიან მეცნიერები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, დემოგრაფები, სასულიერო პირები და მე მგონი რაღაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უცებ აღმოჩნდება, რომ ამერიკელები და ევროპელებიც იგივეს ამბობენ, რასაც ქართველი და უფრო მეც ამბობენ, ტრადიციონალისტები, უფრო მეც, უფრო მე ვიტყოდი რადიკალურად და უფრო დასაბუთებულად, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, რომ ხა კონგრესი ამას თარგმნის და ჩვენ მოგვაწოდებს, ჩვენ ვეხმარებით ინფორმაციულად, მაგრამ აი ყოველ კვირას მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ორშაბათ დღეს და ხუთშაბათ დღეს YouTube-ზე დაიდება ხოლმე ქართულად თარგმნილი თითო გამოცვლა, ალბათ ესე დილის 10 საათისთვის, რომელიმე მომხსენებელისა ბიოეთიკაზე, აბორტებზე, დემოგრაფიაზე, ფსიქოლოგიაზე, ბავშვთა აღზრდაზე, ბავშვთა გარყვნის წინააღმდეგ მოქმედებებზე და მე ვიტყოდი, რომ ძირითადი, რა თქმა უნდა, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და რაღაცა კონგრესი, ტაში, ერთი-ორი გამოსვლა ტრანსლირებული ტელევიზიაში, ვაშა, რა კარგია, ეს ამას ჩვენს კულტურაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე სულაც არ მინდა დავაკნინო ემოციური შემადგენელი ამ კონგრესისა, მაგრამ ნურავის ნუ ეგონება, რომ მატარებელმა ჩაიარა, მატარებელი ეხლა მოდის. და წინ გველოდება რამოდენიმე თვე ყოველ კვირას კვირაში ორჯერ ასე გადაწყდა დაიდება ამ მოხსენებების ქართული თარგმანები, რაც ჩემის ღრმარწმენით უდიდეს გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე საქართველოში, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება მოისმენს უცხოელების შეხედულებებს იმ თემებზე, რომლებზეც ჩვენ აქ საუბრობთ და ძალიან გამდიდრდება ასე ვთქვათ, სამსჯელო არგუმენტაცია და ლექსიკონი და სრულად შეიცვლება რეალობა საქართველოში მას შემდეგ, რაც მსოფლიო საოჯახო კონგრესის მასალების პუბლიკაცია მოხდება ინტერნეტ სივრცეში. რა თქმა უნდა, ეს წიგნათაც შეიკრება და ასე შემდეგ, მაგრამ ნურავის ნუ ეგონება, რომ ეს დამთავრდა და დაიწყებას მიეცა. პირიქით, კონგრესის მემკვიდრეობის შთანერგვა და გაშუქება ქვეყნის მასშტაბით ახლა იწყება. და ალბათ ჩვენც არ ვიყავით მზად ამ შემოტევით, უცებ შემოვიდა აქ და ალბათ ჩვენ დაგვჭირდება ორგანიზაციები შეიქმნას, რომლებიც აი თქვა იმ საბჭოში გაერთიანდება, დაიცავს ჩვენ ტრადიციებს, გააკეთებს მოხსენებებს, ვიდეო კლიპებს, ყველაფერს, ეს აუცილებელია და ალბათ ბრძოლაც ამის შედეგი. მე მგონია, რომ მე ძალიან ხალისიანად და იმედიანად ვარ, მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება იმდენად ჯანმრთელია მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, მისი დაავადებისა, ლიბერალიზმით და იმდენად მეოჯახია და ერთია, როდესაც ახალგაზრდებს უნდათ სრულად ბუნებრივი და ჩემთვის გასაგები და ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები, კართობა და სეირნობა და ვინ დაუშლის მათ ამას, ვინ ჭკუად ყოფილი, მაგრამ მეორეა, როდესაც ხდება ბევრად უფრო რაღაც საკრალური და მნიშვნელოვანი სიწმინდეების და საზოგადოებრივი ნორმების ხელყოფის მცდელობა და ერთი წამით არ მეპარება ბატონო გურამ ეჭვი იმაში, რომ აი რაც არ უნდა ხდებოდეს, ამდენი ფულიც არ უნდა ხარჯონ, როგორც არ უნდა ქაჩონ ერთმანეთი და ეს რაღაც მაფიოზური აბლაბუდა, რომელიც ახლა ქართულ ტელევიზიაშია, სადაც უწესო ხალხის ზეიმია და წესიერი ხალხის ჩაგვრაა, ხო? მე მინდა ყველას უთხრა, რომ მათი საქმე დამთავრებულია რა. ამას რაღაც დრო დაჭირდება, მაგრამ აუცილებლად ცივილიზებულად და პოზიტიურად ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება იტყვის უარს აი ამ მსგავსობაზე, რომელიც ასეთი ინიექციაც მოხდა სააკაშვილის მმართველობის დროს და რომელიც ახლა ინერციით ცდილობს მოგვაჩვენოს თავი ესა ჩვენი ახალი ფორმის ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ახალ კოალიციაშიც არ მინდა სახელების დასახელება, მაგრამ
დავანებოთ თავი ამას, ვილაპარაკოთ უფრო საინტერესო, უფრო პოზიტიურ რაღაცეებს. კი ბატონო ლევან, მე ვბოთ ერთი მინა თქვა რომ 17 მაისი რატო მოხდა ეს დღე? 17 მაისი რატო გამოცხადდა? რა იყო მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როდესაც 17 მაისს წადეს ამ სოდომისტებმა რომ რუსთაველზე გამოსულიყვნენ და ქართულმა ერმა, როცა ეს არ დაუშვა, პატრიარქმა როგორც გამარჯვების სიმბოლო, ეს აღნიშნა ოჯახის დღედ. და მახსოვს ამერიკელი, რომელიც მოდი დროშით დახოთ, მე აქა ვარ, ამერიკელი დროშით ვარ თქვენთან. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მუხტი. ბატონო ლევან, მე რამინა კითხო თქვენ. დღესდღეობით ეხლა არჩევნები იმართება. სულ არის ფიქრი, რომ არ არის პოზიტიური ფიქრია, რომ ყველას უნდა რომ თქვა არჩევნებში ჩვენს ყოველთვის გვინდა რომ იყოს კაი ძალა, პროქართული ძალა. მაგრამ ჩემი ფიქრი ასეთია, რომ თუ ვინმეს მართლა აქვს ბოლომდე ეროვნული შეშეგნება და ქრისტიანული, უნდა ალბათ გაერთიანდეს. აი რა საკითხებია მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა იყოს თქვა სავალდებულო, თუ კაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს ეროვნული ძალა, ან ხალხმა მხარი დაუჭიროს, რომ ეს არის ტრადიციული, აი რა საკითხები უნდა დაიცვას მინიმუმ თქვენის აზრით. მე მიმაჩნია რომ ჩვენი ამოცანა როგორც საზოგადოებისა არის რომ ვაიძულოთ პოლიტიკურ პარტიებს ემსახურონ ხალხის ინტერესებს და რაც შეიძლება მეტად აღუდგენ წინ აი იმ თქვათ ქვეყნისათვის საწინააღმდეგო ინიციატივებს რომლებსაც ყოველთვის თავს ახვევენ მით უმეტეს ჩვენისთანა მცირე ქვეყნის ზომის პოლიტიკოსებს გარეძალები, რომლებიც ხან ერთი, ხან მეორე ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და მართვას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ არ მინდა ვაწყენინო რომელიმე პოლიტიკოსს, მაგრამ არასდროს არც ერთ პოლიტიკოსს, როგორი ჩემი ძმაკაცი და ახლობელიც არ უნდა იყოს და ამის მაგალითები უკვე გვაქვს, მე არ შევარჩენ და ჩვენი საზოგადოება არ შეარჩენს ღალატს ქვეყნის ინტერესებისა. მიღებას ისეთი საკანონმდებლო ან სარეგულაციო ინიციატივებისა და ნორმებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების, ასე ვთქვათ, კურსს. და ახლაც იგივეს ველი. მე ყოველთვის ჩემი აზრით ლოდინი პოლიტიკური არჩევნებისგან ბედნიერებისა წარმართული აზროვნების ძალიან ძლავრი სიმპტომია. ცარავის დარიგების და ჭკუის სწავლების ამპარტავნება და კადნიერება არ მაქვს, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენ თვალი გავუსწოროთ ამ სინამდვილეს და ვთქვათ რომ კაცო არჩევნებად და ოჯახი, ქვეყნის მშენებლობა, ჩვენი შვილების წარმატება, ჩვენი ქვეყნის გამრავლება, რას მთავარია გამთლიანება, აფხაზეთის დაბრუნება, სამაჩაბლოს დაბრუნება, ეს საზოგადოების ხალხის გასაკეთება. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ისე ემთხვევა, რომ საერო ლიდერები და პოლიტიკოსები ხალხის სამსახურში დგებიან, მაგრამ იქ სხვა ქარები უბერავს. მე ვიყავი ვარ და ვიქნები პოლიტიკისადმი სკეპტიკურად განწყობილი, ყოველთვის შემეცოდება ყველა კარგი კაცი და ყველა კარგი ქალი, ვინც გულწრფელად წავა მაგ ასეთ სატანჯველს არბიელზე და ყოველთვის უგულ შემატკივრებს. მაგრამ რამდენჯერაც დავინახავ, როგორც მოქალაქე, მათ გადაცდომას, მათ ღალატს ქვეყნისა, იმდენჯერ მოვდებ ალიყულს რა, ცივილიზებულად. ან არაცივილიზებულად თუ საჭირო გახდა, ეს არის ჩემი და თქვენი მოვალეობა როგორც მოქალაქისა. ამიტომ მომავალ არჩევნებს ველი ისეთივე რაღაც აპატიური სკეპსისით, როგორითაც ველოდებოდი ყველა არჩევნებს და მოვა ვინმე და ჩვენი ამოცანა როგორც საზოგადოების იქნება აქედან ვუთხრათ რისიკეთება შეიძლება, თუ მათ დაავიწყდეთ რისიკეთება არ შეიძლება. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, აბა რა უნდა იყოს, თქვათ, ლაკმუსის ტესტი ან რაღაცა ესეთი კითხვები, რომლებზეც ადამიანმა უნდა გასცეს პასუხი, სანამ ქართულ პოლიტიკაში მოვა. მე დაახლოებით ხვდები, ახლა თქვენ რას გულისხმობთ და იმდენჯერ ვთქვით, გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია აი ამ რაღაც ანტიქართული, ანტიევროვნული კანონებისა და ინიციატივების და სასკოლო რაღაც ბარბარს, ხო, რომ მოდით რა ნუღა შევაწყენთ, ცოტა რაღაც თუთიყუშებივით არ გამოგვივიდეს და
რაღაცა უშნოც არის რა, რომ გვიწევდეს ესე ჩაციკლა და ამის გამეორება. თუ ვინმე დღემდე ვერ გაიგო რა არის, ვთქვათ, ჩემი პირადი პოზიცია, თქვენი პოზიცია ამ თემებზე, გადაახვიოს და კიდევ ერთხელ უყუროს, მაგრამ მე დავამთავრე, მე ამ თემატიკაზე ყველაფერი ვთქვი. რა არ გვინდა, ჩვენ უკვე ვთქვით. რა არის მიუღებელი და არ მოგბეზდება, კი ბატონო, საჭირო გახდება, მიიღებენ კიდე რაღაცა ეგეთ კანონს. ისეთივე მკაცრ, ისეთივე მტკიცე პასუხს მიიღებენ ჩვენგან, მაგრამ მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა გვინდა და საით უნდა წავიდეთ. არა როგორც პოლიტიკური რომელიმე პარტია, არამედ როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება. რა არის ის ვექტორი, რა არის ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ უნდა აღვიდგინოთ და მოვნახოთ ჩვენ თავში. მე უფრო მაკეთ წავიყვანდი ჩვენ საუბარს, მაპატიეთ ჟურნალისტი თქვენ ბრძანდებით და მე თქვენ გემორჩილებით და ნებისმიერ კითხვაზე გაქცევთ პასუხს. თქვენ მახსოვს ეგეთი იყო ბოლოში გაჟღერდა ტელევიზორში თამაზ მეჭიაურის დაპატი მოწვევა თქვენი და მე ერთი უნდა ჩემხედა როგორც ეგეთმა ქართულად მინდა უთხრა ბატონ თამაზ მეჭიაურს. ბატონი თამაზ ჯერ დეპუტატია. და ისე მოხდა რომ ფაქტიურად აი მთელი ეს პერიოდი ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, ვინც შეძლო რომ ელემენტარულ ამაზე ყველათ მისაღი თქვა სოდომიაზე ვარი, არა თქვა რაღაც გეოპოლიტიკაზე, რაღაც სხვა თემებზე და მე ესეთი ჯაჭვლიანი იყო, ვინც სადაც ის გააჩუმეს, ფაქტიურად კაცი არ აღმოჩნდა და ბატონ თამას თუ უნდა რომ რეიტინგი მოემატოს, ავტორიტეტი მოემატოს და მართლაც ხალხმა იწმუნოს მისი თქვათ ეს კეთილის რახვებია იმედია, მას კიდევ აქვს შანსი, რომ გამოვიდეს სესიაზე, დააყენოს გაჩის ყრაზე ეს საკითხი და მიცეს წინააღმდეგი. იმიტომ რომ შეიძლება მე ის ვეღარც აირჩიონ, ხო დაუშვათ და მე ესე ვიძახი რომ ვინ საბწუხაროა ძალიან ცუდია, მაგრამ ბევრი კაი ხალხიც იყო ეგ სოსო ვიღაცმა შეიძლება ვაშკაცებიც იყვნენ, მაგრამ ვინც აი ამ იმ დღეს, აი ამ ერთხმიან იმაში მიიღო მონაწილეობა, ის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ვარესი მდგომარეობა, მისი სულიერი, მისი ოჯახების, მისი გვარისთვის და ამიტომ მას დღეს აქვს შანსი. და ხვალ აირჩევენ თუ არა, თუ არ აირჩევენ და ამიტომ მათ შეუულია ვით უმეტეს თუ გვინდან წამოვიდა და რაღაცი ქონდა, რაღაც უხერხულობა, ვაშკაცურად შეუულია დარჩა ორი სესია, შეიტანოს და გაიტანოს და მიცეს წინააღმდეგი ერთმა კაცმა მაინც რაღაც უსურებ ბატონ მეჭი რა ხანი პარლამენტშია. თავისთავად უსურებ ვინც გარეთ არის რომ მე სამწუხაროდ ეჭვმეპარები ხა ეს ბევრი ძალები ძალიან გაიყო, მაინც ვაკვირდებით, ნუ ლიბერალ ძალები ძალიან ბევრია და ვისაც აი აქ პრეტენზია ეროვნული ძალების, მათაც არავინ არ იცის დააყენებენ თუ არა თქვა აი ამ პატარა ლაკმუს ქაღალდს, დისკრეციულ კანონს, რომ მიცენ წინააღმდეგ, რაც არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ეხლა მინდა ერთ რამე კითხოთ ბატონო ლევან. რას ფიქრობთ თქვენ ჩვენ გეოპოლიტიკაზე? ანუ საქართველოს აი ხლა 26 მაისი, თოთახნის 26 მაისი იყო, მაგრამ მე რაღაცა ზეიმის განცდა არ მქონდა. დიდი ზეიმის განცდა დამოუკიდებლობის. თუმცა როცა ჩვენ ვიბრძოდით 9 აპრილს, მე ვიცი ისტორია თქვენი გიყავი და ჩვენი წინაპრები, ჩვენი ეს 2 საუკუნე, ჩვენი შთამომავლობის, ჩემი გვარიდან ბევრი დაიხრიტა, ციხეშიც იყო, ჩვენი ბრძოლა იყო რუსეთის წინააღმდეგ და არ იყო რუსეთის წინააღმდეგ, მაინდა-მაინც რუსის უბრალოდ იყო იმ იდეოლოგიის წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნულობის წინააღმდეგ, იგივე ჩვენი რელიგიის წინააღმდეგ, ეკლესიაში ხალხი არ დადიოდა, ეს თავისმოხვეული უსეთეთ არ იყო, ეს იყო და ეს თავისუფლების მოთხოვნა იყო ამ კუთხით, რომ ჩვენ გავთავისუფლდებით და როცა ჩვენ ეხლა დღეს გავთავისუფლ ჭყალებში, მე ესე ვიტყვი ჭყალებში, ისევე ეხებიან ჩვენ იდენტობას ეროვნულს, თქვა პასპორტში ვეღარ წერს კი წერ ქართველს. ისევ არის შეტევა პატრიარქს და ჩვენ წმენაზე. და ფაქტიურად მე მაგეთი განცდა მაქვს, რომ საქართველოს თვითონ ქართველობა ვერ მართავს. იმას ამ საშინელ კანონებს იღებს, და იღებს იუნიორულ სამართალს. ბატონო ლევან, რას ფიქრობთ ყველაფერ ამ თემაზე? საკმაოდ ვრცელი კითხვა და შეგიძლიათ ბევრი კითხვა დასვით თქვენ მე ვეცდები ნაწილ-ნაწილ გიპასუხოთ. ერთი ჩემთვის 26 მაისი უდავოდ არის დამოუკიდებლობის ზეიმი და დამოუკიდებლობის ნდომა ქართველებისათვის თუ გნებავთ ამ საუკუნეების მანძილზე აი აღდგენის იყო ოცნება იმ დაფუძნებული ცოდნაზე იმისა რომ ჩვენისთან სიღრმისა და ისტორიის ერს არ შეუძლია იყოს სხვანაირად. როდესაც ქართველი საბჭოთა პერიოდში ან ნებისმიერ სხვა პერიოდში
თუ კი იგი ოკუპირებული არის სხვა ძალის მიერ, იზრდება, სწავლობს თავის ისტორიას და აღმოაჩენს, რომ ასეთი სიღრმის წარსული აქვს, ამხელა კულტურა აქვს და შეხედავს მე გარემომცველ რეალობას და იტყვის, რომ კაცო, მე სად არის ეს ყველაფერი? მე ვარ სხვა ქვეყნის ნაწილი. ასეთი ქართველი აუცილებლად ხდება აპათიური, ხდება ცინიკური, ხდება თუ გნებავთ მოწყვეტილი აი იმ რეალობას, რომელშიც უნდა იყოს როგორც მოქალაქე. აი გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდის ქართველობა, ხო? რომელიც თქვათ იპარავდა ფულს და მიაჩნდა, რომ არ პარავდა ფულს საქართველოს. მიაჩნდა, რომ პარავდა ფულს ოკუპანტს, ხო? და ამიტომ დამოუკიდებლობა და ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება დამოუკიდებლობა ჩვენისთან სიღრმის ერისათვის, ჩვენ არ ვაკნინებთ არც ერთი ერის ისტორიას და კულტურას, მაგრამ დედამიწაზე არის 5000 ერი და მხოლოდ 193 თუ არ მეშნება სახელმწიფო, ხო და ჩვენისთან ერისათვის არის კვინტესენცია აუცილებელი რამ. ამიტომ მისი აღდგენა და შენარჩუნება და განვითარება არის ჩვენი მუდმივი მოვალეობა და პრივილეგია, იმიტომ რომ მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მდგომარეობაში შეუძლიათ ქართველებს დაემგვანონ ქართველებს. და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ნაციონალისტები და ჩვენზე ტოლერანტული და მრავალფეროვანი ქვეყანა, მე მგონი მეორე არ არის. ნებისმიერ ეროვნებას, ნებისმიერ სარწმუნოებას, ტრადიციულს, რომელსაც ჩვენთან ერთად საუკუნეების მანძილზე უცხოვრია, არათუ უფლება აქვს, არამედ ძალიან დიდი მხარდაჭერა და ძმობა და სიყვარული აქვს ჩვენი მხრიდან და ძალიან ტყუილა გვდებენ ჩვენ ბრალს, ეს პანჭი-პუნჯა დასავლეთიდან დაფუძნებული ვაიარა სამთავრობოები ჩვენს ერს რაღაც არატოლერანტობაში ნამდვილი უმცირესობების მიმართ. ქართველი არასოდეს და არა ხელოვნური უმცირესობები. ქართველი ერი ყოველთვის არავისგან მით უმეტეს დასავლური კულტურისგან საქართველოს ტოლერანტობა არ ესწავლება. ჩვენ პატივისცემთ დასავლურ კულტურას, მაგრამ შევახსენებთ, რომ ფაშიზმის დასავლეთში მოიგონეს და მოგვახვიეს აქ ძალით, კომუნიზმის დასავლეთში მოიგონეს და მოგვახვიეს აღმოსავლეთში ძალით და ლიბერალიზმიც დასავლეთში მოიხო და ესე იგი აღარ თავდება რა, ხო და ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის როგორც დამოუკიდებელი ახლა სახელმწიფოს ერთადერთი სწორი მიმართულება არის თავისი მეობის აღდგენა. მე ასე ვიტყოდი, ჩვენ წლების მანძილზე გვეუბნებიან, რომ ჩვენი ერის არსებობის საკრალური მიზანი თურმე არის რაღაცა ევროინტეგრაცია. მე ამაზე ლექციაც მაქვს წაკითხული და სადაც მე ვცდილობ გავერკვე რა არის ეს ევროინტეგრაცია. და კიდევ ერთხელ, ნუ დაგვდებს ჩვენ ბრალს იმაში, რომ ჩვენ არ გვიყვარს ევროპა, ან თავი არ მიგვაჩნია ევროპული კულტურის უძველეს თანაავტორებად, მაგრამ გეოგრაფიული რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არის რადიკალურად განსხვავებული იმ ჰიპნოტიური მდგომარეობისგან, რომელშიც ჩვენ ჩაგვაგდო რაღაცა ხიბლმა. ჩვენ თუ დავხედავთ რუკას, მივხვდებით, რომ ჩვენ გვესაზღვრება დაახლოებით 11 ქვეყანა, რომელთაგანაც 4 არის სახელმწიფო. ჩამოვთვალოთ. ესენია ჩეჩნეთი, დაღესტანი, თუ ჩავთვლით მას ერთ ქვეყანად. ხო? ისიც შეიძლება ავარებად და ლეკებად გავხოთ, ყარაჩაევო, ჩერქესია, ყაბარდო-ბალყარეთი, ალანები, ოსები, ჩვენ როგორც ვეძახით, სამხრეთის რუსები, ინგუშები, სომხები, აზერბაიჯანელები და თურქები. და აქედან 4 არის სახელმწიფო, ხო? რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. აი ეს არის ჩვენი გარემოცვა. და ჩვენ რაღაც ჰიპნოტიურ მდგომარეობაში ვართ, მე მეჩვენება ზოგჯერ, როცა ხუჭავ თვალებს აი ამ რეალობაზე და ვამბობთ, რომ მე აქ არა ვარ. მე ვარ ევროპაში.
გაახილე თვალები, დახედე რუკას, გამოიფშვნიტე თვალები და კითხე შენ თავს, სად ახარ? იმიტომ რომ აქედან რომ ევროპაში მოხვდე, ჯერ რუსეთი უნდა გაიარო, მერე უკრაინა უნდა გაიარო და მერე უნდა მიადგე ევროპის აღმოსავლეთ ბოლო კარიბჭეს პოლონეთს, მაგალითად, ხო? და ჩემი აზრით ჩვენი ამოცანა არის არა ფიქტიური ოცნებების ჟონგლირება და ძახილი იმისა, რომ ჩვენი მიზანი არის ევროპაში შესვლა, არამედ თვალის გასწორება იმ რეალობაზე, რომელშიც ჩვენ ვართ. და აღდგენა ჩვენი ერთადერთი გეოპოლიტიკური და მე ესეთ ტერმინს შემოგთავაზებდით გეოკულტურული როლისა. ჩვენ ღმერთმა გვარგუნა უნიკალური გეოკულტურული ფუნქცია, რომელსაც ჩვენ გვაქვს უარი ნათქვამი. ეს არის რეგიონის ცენტრობა, ამ რეგიონს ქვია კავკასიის რეგიონი. ჩვენ ვართ კავკასია ცენტრული კულტურა, ჩვენ ვართ მისი პატრონი. დავითის თამარის დროს ეს იყო, ხო, სწორედ ალბათ. ჩვენ ვართ მისი დავანებოთ დავითს და თამარს ვიყოთ აქ 21 საუკუნეში. დავხედოთ რუკას, მიმოვიხედოთ. ჩვენ ვართ კავკასია. და თუ ჩვენ არ ვართ კავკასია, თუ ჩვენ უარს ვამბობთ კავკასიაზე, როგორც აი ცხვირწინ დადებულ რეალობაზე, მაშინ რეგიონიც აღარ არსებობს. რატომ არ არსებობს დღეს კავკასია როგორც რეგიონი? იმიტომ რომ მისმა პატრონმა თქვა მასზე უარი. ფილოსოფიური თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანაირი არეულობა, რაც კავკასიაში ხდება, ამ პატრონის ბრალია, იმიტომ რომ მან მენტალურად და კულტურულად ხელი კრა თავის ერთადერთ ფუნქციას. ამრიგად ჩემის ღრმა რწმენით ჩვენ რა თქმა უნდა ვიმეგობროთ ვისთანაც შევძლებთ, არა ჩვენი მიწების ხარჯზე, არც ერთი მტკაველი საქართველოსი არ იქნება დათმობილი არასოდეს, სანამ ბოლო ტრადიციულ ქართველს პირში სული უდგას, ხო? მაგრამ ჩემი აზრით იმიტომაც ვართ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ და შეიძლება ეხა ვინმე ცინიკურად შეხედოს აი ამ თქვა ჩემს ცდილობებს უფრო ღრმა წიაღსვლებისა აი ამ მიზეზშედეგობრივ კავშირებზე, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი აჩეხილობა, ჩვენი აი ეს დაცემული და ჩაჩანაკებული მდგომარეობა მომდინარეობს ჩვენი ცნობიერების გადაღრეციდან და ყალბი ფსევდომიზნების დევნიდან. შეხედეთ რა არის 25 წლის თავზე ჩვენი სახელმწიფოს მიზანი. ვერ გავიგე მე რა არის. ვიზა ლიბერალიზაცია როგორ შეიძლება თავმოყარე ერის ღმერთმა ქნას რომ მოგცენა ეს ვიზა ლიბერალიზაცია და ქართველს ყველგან მიესვლებოდეს უვიზოთ, რაც მეტგან მით უკეთესი, იმიტომ რომ ქვეყანას გამოადგება ეს, თუ ჩვენ ამას გამოვიყენებთ. მაგრამ ჩვენი მიზანი ეგ არ არის, მithქვამს და ვიტყვი, ჩვენი მიზანი არის თვალების გახელა, მიწაზე ისევ ფეხებით დადგომა, გააზრება ჩვენი რეალობისა, ლექსიკიდან აი ამ ბრტყელი რაღაც აბსტრაქციების ამოღება და სინამდვილის და სიმართლის თქმა. და მე ვერ ვხედავ სხვა სინამდვილეს, გარდა იმისა, რომ საქართველოს არის აი ამ რეგიონის ცენტრი. და სიტყვას ძალა აქვს. სანამ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ რაიმეს პერიფერია, მე მაგალითად ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია ნებისმიერი რაღაცის ჭაობიან პერიფერიად ყოფნა. გინდა რუსეთის ჭაობიანი პერიფერია ვიყო მე და გინდა ევროპის ჭაობიანი ერთი ჯანდაბაა და არ გვეკადრება ეს. აი ეს მათხოვრობა რაღაც ვიქნებით რა თქვენი პერიფერია, დაგვარქვით რა. არა ბატონო. დადგა ეპოქა, მოდის ჟამი, როდესაც ჩვენმა ერმა უნდა გაიღვიძოს და თქვას, აღარსად აღარ მივდივარ. ყველასთან მეგობრობ, მაგრამ მე ვარ. აი ფილოსოფიურად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ შეიძლება გეომეტრია ჩვენს გარშემო. და მე ვამბობ, რომ საზოგადოებრივ დონეზე, არა აგრესიულად, ცივილიზებულად
ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ტყუილიდან. ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ჩვენი მეობა და ღირსება და გავბედოთ, მივცეთ ჩვენ თავს ამისი უფლება და თუ საზოგადოებაში აიყურეთ რა ხდება, თქვათ ლიბერალურ ფრთაზე, რომელიც არის ყველაზე არატოლერანტული ფრთა. ის იძახის, რომ მას უნდა პლურალიზმი, მაგრამ საკმარისია თქვენი აზრი გამოხატოთ რაღაცის მიმართ, რომ თქვათ ეს არის ცოდვა, ან ეს არის გარყვნილება. ეგრევე მოდის აგრესია, ცივილკივილი, სასამართლოები, ხავილი. რატო? იმიტომ რომ ლიბერალიზმი ისეთივე ფანატიკური იდეოლოგია, როგორც კომუნიზმი და ფაშიზმი, ერთი და იგივე ლაბორატორიებში, ერთი და იგივე გეოგრაფიებში დამუშავებული და მე ნამდვილად არ მაქვს ახლა იმის მოთმინება და დრო, რომ ვარკვიო, რომელია ბრიყვი მაგათში და რომელია ცინიკური, ასე ვთქვათ, მტერი ტრადიციისა, მაგრამ რომ დაუბრუნდეთ აი ამ დისკურსს საზოგადოებრივს, ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენ თავისუფლება ვისაუბროთ ამაზე და არ დავდოთ ერთმანეთს ბრალი მაშინ რა ქვია, როგორც კი ვიღაცა გამოდის უყურეთ, ესეც საინტერესოა, როგორც კი ვიღაცა გამოდის გამეფებული დოქტრინის და პარადიგმის, რომელიც ლამის ბიბლიური ჭეშმარიტების ხარისხში ყავთ აყვანილი, აი რაც დაგვიწერა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ და რასაც ასრულებს აი ესე ევროპა, დასავლეთ ევროპა, რომელიც არის უბრალოდ ფილიალი 52 შტატია თუ მე რამდენი შეერთებული შტატებისა, ხო? აი რასაც გვაძლევენ, ვინც კი გამოდის აი ამ დოქტრინის წინააღმდეგ და ბედავს ამოიღოს ხმა, ბუნებრივია, შეხედეთ რა ხდება. იმ წამსვე ხდება მისი დადანაშაულება, ცილისწამება რაღაცაში, ვთქვათ, კრემლის ჯაშუშობაში. თუ ამან ვერ გააჩუმა, მერე ხდება მისი დაციდვა, აბუჩად აგდება და მერე შეურაცხყოფა და მერე კიდევ უარესი რაღაცეებიც ხდება. მეოთხე სტადია არის ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ ისიც არის და ჩვენ ვიცით მის შესახებ რა. მაგრამ სრული უაზრობა არის მცდელობა ერის გაჩუმების ჩემის ღრმა რწმენით. ისტორიას რაღაც თავისი ბიჯი აქვს და ეთყობა ჩვენ ეს ეტაპიც უნდა გაგვიარა. მე არ ვიცი რატო დაუშვით ჩვენ ეს შეცდომები, მაგრამ გავიარეთ და დამთავრდა ეს ეტაპი. ეხლა მხოლოდ რაღაცა დრო უნდა ეს გაფორმდება აუცილებლად. შეიძლება ცოტა არაგასაგებად ვლაპარაკობ ვინმესთვის, მაგრამ შემდეგი ეტაპი ჩემის ღრმა რწმენით ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა გახდება რეალობის გააზრება. უარის თქმა ბრტყელ აბსტრაქციებზე და ტყუილებზე. თურმე იმისთვის რომ ჭამოთ და გვეცვას და ასვალტი გქონდეს დაგებული, ჩვენის თანაქვეყანას, რომელსაც 100 წლის წინ ქონდა ეს ყველაფერი, თურმე ის აუცილებლად ვინმეს ქვეშ უნდა იყოს. ტყუილია. თურმე არ შეუძლია ჩვენის თანაქვეყანას იყოს დამოუკიდებელი. ტყუილია. რატომ ამბობთ მაშინ, რომ დამოუკიდებლები ვართ? ვაღიაროთ. რო არ გვინდოდა ეს დამოუკიდებლობა. ამიტომ სინამდვილე და სიმართლე უნდა გახდეს პოლიტიკოსებისგან ამას არ ველი. ჩვენი საზოგადოების აი ამ ეტაპზე მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყო. ჩვენმა ხალხმა ყოველთვის იცოდა ეს ყველაფერი. უბრალოდ ამისი არტიკულაცია, ამისი გამოთქმა საზოგადოებრივ დონეზე. აი ეს საუბრები პირველი სიმპტომებია, როგორ რა ხდება, როგორც არ უნდა კეტონ და მონოპოლიზაცია ახდინონ საზოგადოებრივი დისკურსისა, მაინც ხდება ეს. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იმის საშუალებას იძლევა, რომაც აგვიგზავნონ მე და თქვენ საუბარი რომელიმე ტელევიზიაზე, ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ, ვისაუბროთ და YouTube-ში დავდოთ და მაინც ყველა შეუძლია ამის ნახვა, ხო? და აქედან გამომდინარე, რომ დაუბრუნდეთ აი ამ გეოპოლიტიკურ თქვენ შეკითხვას, მე ვიტყოდი გეოკულტურულ შეკითხვას. საქართველოს უნდა იყოს რამდენადაც შესაძლებელია მეგობარი მის კარს მომდგარი ორი ზეძალისა, რუსული და დასავლური და რუსულისა, მაგრამ საქართველოს არ უნდა იყოს მათი მაჩანჩალა, მთხოვნელი რომ ვიყო მე შენი წევრი, პირიქით, მან უნდა თავისი მეობა აღიდგინოს, მოიზიდოს თავისი გეომეტრიის გარშემო, მისი ბუნებრივი რეგიონი და გახდეს მისი პატრონი. პატრონი არ ნიშნავს ემას, რა ქვია, თავხედ ამ პარტავნულ პოზიციას. პატრონი ნიშნავს მსახური.
მსახური კავკასიის ინტერესებისა და მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიტყვით, სიტყვას ძალა აქვს, გავიმეორებ. როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ არ გვინდა არც ევროინტეგრაცია, არც რუსეთში ინტეგრაცია, ჩვენ გვინდა ვიყოთ კავკასიის ცენტრი და შემოვიკრიბოთ ჩვენს გარშემო კავკასიური სახელმწიფოები და ხალხები და ვიყოთ მათი მეგობარი, მათი მხარდამჭერი, მაშინ სხვანაირად აცეკვდებიან ის ზეძალები, რომლებიც ეხლა აქეთ-იქიდან არიან ჩვენში ჩაფრენილები და ერთმანეთს გლეჯენ და ეუბნებიან არა ჩემია საქართველო, არა ჩემია. იმიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში, რომ იმაზე მეტად ვერ ვივარგეთ, რომ ერთი კავშირიდან გამოვარდნა გვეფიქრა და მეორე კავშირში შევარდნა. ერთი ბატონის ქვეშიდან გამოვარდნა და მეორე როგორც იქცევი, ისე გექცევიან, ხო? აი ეს ეპოქა ჩემის აზრით, აი ამ ეპოქის დასრულება, მისი გააზრება კულტურული, საზოგადოებრივი, ფილოსოფიური არის ჩვენ დროის უდიდესი ამოცანა. თუ ამას შევძლებთ, მერე ის აისახება პოლიტიკოსების ქცევაზეც. ამას შეიძლება რაღაც დრო დაჭირდეს, მაგრამ იგი არსებობდა მგონი 17 მაისს რო დაგვიარსებინა კავკასიის დღე. ეცით რა, ეს რაღაცნაირად ეხა ამ რაღაცა ინდივიდუალურ აქციებს საუბრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი არის ეს მდინარე რა. ეს მდინარე უნდა დაიძრას ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენ უნდა გავხსნათ საზოგადოებრივი დისკურსი იმისა, რომ ქართველები ვართ კავკასიელები, კი არა, კავკასია არის საქართველო და კავკასიის ცენტრი ვართ ჩვენ. და აი ამ ასე ვთქვათ გეოკულტურულ ვექტორს უნდა დაუქვემდებაროთ ჩვენი მიზნები. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი არის არა უვიზო მიმოსვლა რაღაცა ევროპასთან, ხო? უვიზო მიმოსვლა გვინდა ყველასთან. ევროპასთანაც, აფრიკასთანაც, რუსეთთანაც, აზიასთან, ამერიკასთანაც და ეგ როგორ შეიძლება ერის მიზანი იყოს, კაცო, რა უბედურებაა ეს. ჩვენი მიზანი არის აფხაზეთის დაბრუნება, კაცო, და სამაჩაბლოს დაბრუნება. და დაცლილი, გაპარტახებული, დაბეჭავებული საქართველოს დასახლება ბედნიერი ძლიერი ოჯახებით. ნებისმიერი ტრადიციული ჩვენთვის ეროვნებისა და რელიგიის. აი ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი არის ახალი ტიპის თუ გნებავთ არ შემეშინდება ამ სიტყვების სოციალურ პოლიტიკური პარადიგმის გამომუშავებისა. ვინმე ეტყვის, სადა გვაქვს ჩვენ ამის თავი, ჩვენ მომენტ მაგნას რომ მხოლოდ ასლი გადმოვიღოთ, ისიც დამახინჯებული იმისგან, რასაც ჩვენ გვთავაზობენ სხვები, რუსები იქნება ეს თუ დასავლეთი. მაგრამ მე ეგ არ მაწყობს, თქვენ ეგ არ გაწყობთ. მაშინ ეს ჩვენი მეობის უარყოფაა. თუ მე მხოლოდ ქსერო მანქანა ვარ, ასე ვთქვათ. ან უხარისხო ქსერო ასლების ბეჭდავი ვარ, მაშინ მე არა ვარ. მე ხო ვხედავ, რაც ხდება, მე ხო ვხედავდი ნათლად აი ამ სამ იზმში, ბოლშევიზმში, კომუნიზმში, ფაშიზმში და ლიბერალიზმში რა სიმახინჯეებია. მოდით დავსხდეთ და თუ მოაზროვნე ხალხი ვართ, პირველ რიგში ისევ და ისევ საზოგადოებრივ დონეზე გავიაზროთ რა არის გასაკეთებული რისთვის ალტერნატიული ყოფიერების შექმნისთვის. ფულია ჩვენთვის მთავარი? ეს მიზანი, ინდივიდია ჩვენთვის მთავარი? ხო? აი ლიბერალიზმის ფაშიზმში იყო რასა მთავარი, ხო? კომუნიზმში მატარებელი ამ ფილოსოფიის, კომუნიზმში იყო კლასი მთავარი და გამეფებული, ლიბერალიზმში არის ინდივიდი მთავარი. არც ერთი, არც მეორე, არც მესამე ცხადია, ხო, რომ სიმახინჯეებია. როგორაა ინდივიდი მთავარი, სადაც სხვა ინდივიდის ინტერესები იწყება ჩემი შვილის, ჩემი მეგობრის, იქ თავდება ჩემი ინდივიდუალიზმი, ხო? და როგორ შეიძლება ინდივიდუალური უფლებები, ეს ფსევდო-ჰუმანური დოქტრინა, რომელიც აშტერებს და ათაყვანებს ადამიანს, იყოს ბედნიერების მომტანი ნებისმიერი საზოგადოებისთვის. რაც საერთო ის აქვს და შევხედოთ რა ხდება, ხო? დემოგრაფიული ზამთარი. შეხედეთ, ევროინტეგრაცია როგორ შეიძლება გინდოდეს შენ კონტინენტზე, რომელსაც აი მხოლოდ ზარმაცი მოაზროვნე არ ამბობს ევროპაში, რომ ევროპაში ღამეა. ფილოსოფოსი, მწერალი, რომ იქ უღრმესი კულტურული კრიზისია, რომ იქ
კოლოსალური პრობლემები არის ახლო აღმოსავლეთიდან მისულ რაღაც ცუნამისთან მიმართებაში, ესე რა ქვია, ემიგრაციის, როგორც სასჯელი, როგორც შედეგი ამის ყველაფრის. და ვენაცვალე ევროპას, მაგრამ შეიძლება, რა ქვია, დაღმართში დაგორებულ მატარებელში გინდოდეს შეხტომა, რელსებიდან გადმოსულ მატარებელში და იძახდე, რომ მეც წამიყვანეთ. და როგორც კი ამას ვამბობთ, რატო უნდა გვიჩნდებოდეს პარანოიდალური ფობიები იმაზე, რომ ესე იგი შენ კრემლის მოგზავნე, აბა სხვანაირად როგორ, იმიტომ რომ მათ მენტალურ კონსტრუქციაში ხომ არ ჯდება ალბათობა იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არც ერთი გვინდოდეს, არც მეორე რაღაცა ჩვენი გვინდოდეს. აი ამის გააზრება არის ქართველობა, ჩემის აზრით რა. და თუ თქვენ მკითხავთ, რა უნდა იყოს, აი არის მაგალითად ძიება მთელ მსოფლიოში, რა არის ახალი პარადიგმა, თუ არც მონარქიების დაპყრობის მერე ჯერ მოიგონეს და დაამკვიდრეს ლიბერალიზმი, მერე სოციალიზმი, ბისმარკმა თქვა, თუ არ გენანებათ, თუ გინდათ ცადოთ სოციალიზმი, აირჩიეთ ქვეყანა, რომელიც არ გენანებათო და აირჩიეს და მოახვიეს თავს და დედაუტირეს ბოდიში ამ სიტყვებისთვის, ხო? და მერე ფაშიზმი და დამარცხდა საპირისპირო თავმიმდევრობით, ჯერ ფაშიზმი, მერე კომუნიზმი, ახლა მარცხდება ლიბერალიზმი და მიდის ძიება. აბა რა არის ალტერნატიული, ასე ვთქვათ, იდეოლოგია და ვის შეუძლია ამისი გააზრება. და ეგ რაღაც რუსეთში არის ამისი ძიება, რაღაც ურთულესი, ევროპაში არის ძიება. ჩვენც ვეძებოთ. ეხლა მე თუ მკითხავთ, შორს რო არ ვია, რომ აქვე გეტყვით რა უნდა იყოს სუბიექტი, ან მატარებელი. ალტერნატიული კი არა, ნამდვილი სწორად გამართული საზოგადოებრივი წესწყობილების, არც ინდივიდი, არც რასა და არც კლასი. ეს უნდა იყოს ოჯახი. იმიტომ რომ ადამიანი არ იბადება. იმიტომ უტევენ ოჯახს ყველაზე მეტად ალბათ. რა თქმა უნდა, ადამიანი არ იბადება პიროვნებად. რა თქმა უნდა, ის იბადება პიროვნებად, მაგრამ ის ჩაფიქრებული არის როგორც კომპონენტი, ოჯახის წევრი. წმინდა სამების ხატებაც ოჯახის ხატება არის და ერისაგან განდეგილობაც კი არ არსებობს ოჯახის გარეშე, ხო? ფერმონაზონიც ოჯახის წევრი ხდება. ამიტომ ფილოსოფიური და თუ გნებავთ სოციოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის ის კვანტუმი, ეს არის ის ერთეული, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ ბაირაღად და დავაყენოთ ქვაკუთხედად ჩვენი აზროვნებისა. ეს ექნა სოფლიოში ოჯახის და ეს არის ესპერანტო, რომელზეც ჩვენ უნდა ვესაუბროთ და სად თუ არა კავკასიაში უნდა მოხდეს ოჯახური აზროვნების რენესანსი. და სად თუ არა კავკასიაში იციან ფასი ოჯახისა, უფროს უმცროსობისა, ზრდილობისა. აი სულ რო გვეკითხებიან, რა არის ეს თქვენი ქართული ტრადიციები? აბა აგვიხსენით ეს ჩვენი გამობენტერებული ბეყელ ლიბერალები და ლუი ამსტრონგი მახსენდება, რო კითხეს ჯაზი რა არისო და რო უთხრა, რომ თუ მეკითხებით ვერ აგიხსნითო, ხო? ადამიანი რომელიც შენ გეკითხება რა არის ქართული ღირებულებები, იმას ვეღარაფერს ვეღარ აუხსნი. გესმის? და ლუი ამსტრონგის არ იყოს და ზუსტად ასე არის აქაც. რა არის გენაცვალე და ზრდილობა და წესიერება? თუ დაგვიწყებია მე შენთან სალაპარაკო აღარაფერი აღარ მაქვს. და ეს არის ის ესპერანტო, ის ღერძი, ის ხერხემალი, რომელზეც ჩვენ მშვიდი საუბრით, ის მერე მოხდება. პოლიტიკოსებს რა გზა აქვთ? რაც გაფორმდება რეალობად საზოგადოებაში და მომწიფდება, მერე მოუწევთ იმისი შესრულება. და ჩემის აზრით ჩვენი ძიების და ჩვენი გააზრების ვექტორი არის კავკასია და ოჯახი. და ამაზე აგებული ახალი ტიპის სახელმწიფოებრიობა. რო ვთქვა ახლა, გინდათ კიდე ერთ ტაბუს დავარყვა. საქართველოს სჭირდება ახალი კონსტიტუცია. აუ, ეხა ატყდება ამბა, ეს რა თქვა? როგორ ჩვენი კონსტიტუცია, იცით, ვინ დაგიწერათ კონსტიტუცია? აი კითხოს ყველა მაყურებელმა თავის თავს, რო ფიცულობთ რაღაცას. სახარება ვინ დაწერა, ვიცი და ვინ დაგიწერათ, რა გიწერიათ შიგნით. რეები ჩაგიყარეს, ხან მიშამ, ხან გრიშამ. რა არის, რა საფიცარია. და ჩვენ გვჭირდება არა ასლი რაღაცა გადმოკატავებული ფსევდო იმისი, რა ქვია, ლიბერალურ დემოკრატიული რაღაც სისულელის, არამედ ჩვენ გვჭირდება ჩვენს ეთნოფსიქიკაზე, ჩვენს გეოკულტურულ როლზე მორგებული
ეროვნული კონსტიტუცია რა, რომელშიც ქვაკუთხედი იქნება ოჯახური ღირებულებები და რომელსაც დაემორჩილება და კაი ბიჭია და არ დაემორჩილება ყველაფერი, კანონიც, სამართალიც, საზოგადოებრივი ნორმებიც, თავს გასული აი ადამიანობა დაკარგული ქართული ჟურნალისტიკაც და რეალობაც. და ჩემთვის პირადად, ეხლა თქვენ თუ მკითხავთ და როგორ წავუსვათ ჩვენ ეს კარაქი პურზე, როგორ გავაფორმოთ ჩვენ ეს რეალობაში, აი ასე. 7 საუბრებით და ამისი გააზრებით. რამდენიც არ უნდა გვაგინონ, რამდენიც არ უნდა გვეძახონ რაღაც ცილი დაგვწამონ, რომ ჩვენ ხან კომუნისტები ვართ, ხან ფაშისტი, თუ ლიბერალი არ ახარ. ესეც საინტერესო გეომეტრია, ხო, აბა სხვა რა ხარ. 3-3 პოლიტიკური ისა, ხო, თეორია. თუ ლიბერალი არ ახარ, აბა რა ხარ, ან ფაშისტი ხარ, ან კომუნიზმი ხარ. გაიმეს გამორიცხვის მეთოდი, დედუქციური მეთოდით, ხო? ანუ მათ კოორდინატთა სისტემაში არც კი ჯდება, იმიტომ რომ ეროვნული დასაცინია, ის არ არსებობს, ის შავრაზმელურია, ის არასისტემურია. ადამიანური, თავისუფალი იზმისაგან, თავისუფალი შტამპებისაგან და ჩვენი აზროვნების აი ლუქის ახსნა და ჩვენი ეროვნული ეთნოფსიქიკის გათავისუფლება არის ჩვენი მთავარი ამოცანა. სხვა ყველაფერი, აი ეს თუ შევძელით, სხვა ყველაფერი მერე მოხდება. ამას ჩვენ ვერ ვიზამთ კერპების მსახურებით. აი როდესაც ჩვენ ახდენ დეკლარირებას, რომ მე მინდა ვიყო ესა რა ქვია, მე მინდა ევროინტეგრაცია, გინდა და გექნება. აი მაგ მარაზმში იტრიალებ, მე-4 საუკუნე გავედი, კიდე ერთი მე-4 საუკუნე გაბურთავებენ შიგნით რა. რატო ხარ მასე ლეტარგიულ ჰიპნოტიურ მდგომარეობაში ხარ? რატო ხარ მასე შეგეშინდა რაღაც ეტაპზე შენი მეობისა? მოინდომე სხვისი მონობა. როგორც ეთნოფსიქიკა და შეხვედი ჭრდილში შენს მეობასთან. ზურგის შეაქციე მას და ხარ აი ამ მარაზმში, რომ შენ ხარ სადღაც, სადაც არ ახარ. მაინც მინდა კითხოთ აი ამ დღევანდელობაზე. ნუ ჩვენ ყველა გვახსოვს წინა რეჟიმი და ეხლა ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მაინც უვეძებთ ხალხს, ვინც იგივე ვისაც ფასილობები შერჩა და არ დაუკარგია და მე ვფიქრობ, რომ გაკოტრდა და გაშიშვლდა რა ეს ორმაგი სტანდარტები და ეს რაღაც კლიშეები. გეუნებიან, რომ პლურალიზმი და ასთა სხვადასხვაობა უნდათ, როგორც კი შენ სხვა აზრი გაქვს, ფაშისტს გეძახიან, თავში გირტყავენ და ქუჩაში შეურაცხყოფას გაყენებენ და ისეთი აგრესია მოდის, რომ გეუნებიან, რომ ნეპოტიზმი, რაღაც ტერმინებს გახვევენ, არ შეიძლება და ესა რა ქვია, თურმე კენედების კლანის მამაშვილობა არ არის ნეპოტიზმი, ბუშების მამაშვილი პრეზიდენტობა არ არის ნეპოტიზმი, იმის რა ქვია, კლინტონების ცოლქმრობა რო ყველას პრეზიდენტობა არ არის ნეპოტიზმი, დათო უსუფაშვილი და ტინა ხიდაშელი არ არის ნეპოტიზმი, ძველი ძმები ბერძენიშვილები არ არის ნეპოტიზმი. აბა მე და თქვენ გავუბედოთ, ვინც ლიბერალი არ არის, ვინმე გააჭაჭანოს დეიდაშვილი, მამიდაშვილი, სადმე ეგრევე ხავილი იწყება. აქაც იგივეა. ანუ ეს არის, როგორ გითხრათ, სრული ილუსტრაცია და გაშიშვლება ამ სინამდვილეში მყრალი იდეოლოგიის ფსევდოსამართლიანობისა რა. სხვისი აზრის ვითომ პატივისცემა შეიძლება 45 მილიონ ბავშვს კლავდე ყოველ წელს, პლანეტაზე კვდება ყოველ წელს დედამისის საშოში, დანით. გინახიათ YouTube-ზე დევს, ნახეთ, რა მოსდის ბავშვს როცა დანაშედის რომ მოკლას. ყვირილს იწყებს, გარბის, საშინელება ემართება. ესე იშორებს და მერე ჩეხავს მას ეს დანა. დევს, შედი რა, შედი დახედე რა. თუ აზროვნებ, თუ თავისუფლება გინდა და კლავ ლიბერალიზმი დროშით 45 მილიონ ბავშვს ყოველ წელს მთელ დედამიწაზე. არც ერთ რელიგიურ ომს და მსოფლიო ომს ერთად აღებულს ამდენი არ მოუკლავს. რამდენსაც კლავს შენ ყოველ წელს როგორც ლიბერალიზმი. და ამართლებ ამას, ეძახი ამას ქალის უფლებას. დიდი ხანია გაეცა პასუხი თეოდორე დოსტოევსკის შეკითხვას, ღირს თუ არა მსოფლიოს
ბედნიერება ერთი უმანგო ბავშვის ცრემლად. ძმები კარამაზოვებში გახსოვთ ბერეზოსიმესთან დიალოგში ეს კითხვა დაისმის და გაოგნდა დასავლეთი, როცა დოსტოევსკიმ ეს გასცეს პასუხი, დასავლეთმა გასცა პასუხი. ერთი უმანგო ბავშვის ცრემლად კი არა, ერთი ქალის სქესობრივ სიამოვნება დღის ნებისმიერი ბავშვის დაკუწვა კატლეტის ნაწილებად რა. ხო და აი შენ ხარ ჰუმანისტი თურმე, გესმის და მე როდესაც გამოვდივარ და ვამბობ ეს ცუდია. მოდით მოვინანიოთ, უცდომელი არავინ არა, ყველა ცოდვა, ყველა ადამიანს ჩავა, მაგრამ თქვათ რომ ეს ცუდია. აი ამაზე გინდა რომ ტაბუ, გესმის? უსირცხვილობას თუ მე აწი უწოდებ უსირცხვილო, შენ ჩემ დისკრიმინაციას ახდენ და შენ ციხეში უნდა წახვიდე. ამისთან ფანატიკური რელიგია და იდეოლოგია არ არსებობს, როგორც ლიბერალიზმი. მე ვიტყოდი ბევრად უფრო, ბევრი თეორიები არსებობს, რატომ მოხდა ესე აკოწიწება ჯერ ლიბერალიზმი, მერე სოციალიზმი, კომუნიზმი და მერე ფაშიზმი და რატო დამარცხდა საპირისპირო თანმიმდევრობით. ამის გააზრებას ბევრი ცდილობს. და მეც ჩემი ჰიპოთეზები მაქვს ამის შესახებ. მე მგონია რომ თავარი ბოროტება ეს დარჩენილი ტიპია, რომლისათვისაც შეიქმნა და დამარცხდა ესენი, რომ თლად უალტერნატივო გამხდარიყო. და ის ყოველთვის იქნება ამა თუ იმ ფორმით. ჩვენ ვიცით, ახლა თუ ქრისტიანი ხარ და ჯვარი გიკეთია და გწამს ღმერთის და გწამს რომ ქრისტე არის ღმერთი, ესე იგი გწამს აპოკალიფსის. ახლა არ არსებობს შენ მითხრა რომ ქრისტიანი ხარ და არ გჯერა მეორედ მოსვლის. ესე იგი აბა რა ქრისტიანი ხარ. თუ გჯერა მეორედ მოსვლის, გიწერია ბიძია როგორ იქნება ეს. საერთო მთავრობა ერთად გაერთიანებული და დამორჩილებული ძალები, რომლებიც ამას ცდილობენ. და ამიტომ დაცინვა და გადავწიოთ. ხო და დაცინვა ჩემი და თქვენი რომ ჩვენ ამის გჯერა ქრისტიანობის დაცინვა. დაცინე კიდევ. ხო და ნუ დაგცინონ ბატონო იცინის ის ვინც ბოლოს იცინის. და ასე გაგრძელდება ეს სანამ ჩვენ ამ ჭირს ჩვენ ხო ეს არა ვართ რა ქვია ექსტრემისტები. ყველა ჭირი ჩვენ საზოგადოებაში ოდით გამეიყო ხო? ესეც იქნება, მაგრამ მას მოუწევს მithქვამს და ვიტყვით ძალიან დაპატარავება რა აი ამ ჩირკგროვას, რომელიც ახლა მეტასტაზების სახით არის უბრალოდ მოდებული ეროვნულ ორგანიზმზე და გონია რომ მაგისია ყველაფერი. მე მისთვის მაგ ახალი ამბები რა, დამთავრებულია ეგ საქმე. ეხლა მას მოუწევს ჩამოფხეკვა, შემცირება და სადღაც შეჭუჭყნა რა. ჩვენი სახლის რომელიღაც ბინძურ კუნჭულში ის ვეღარ იქნება ფასადი ჩვენი საზო აღარ იქნება. დამთავრდა ეს ეპოქა, ამას თქვენ მკითხავთ მე რატომ გონია, ასე ვგრძნობ. რაღაცების მეშინია, ძალიან მეშინია ომის. ღმერთთან knasro ვწდებოდი. და მივდივარ რაღაც ეს არ არის ანალიტიკური პროგნოზი, იმ დღეს სტუდენტებს ხვდებოდი და უთხარი რომ ეს არის სამწუხაროდ ფილოსოფიური პროგნოზი. ანალიტიკურად მე ომს ვერ ხედავ და ღმერთმა გვაშოროს და ღმერთთან knasro ვწდებოდი. მაგრამ აი ამ განგრენას რო ვუყურებ, რომელიც იზრდება და ანტიბიოტიკი არ ყოფნის, სიტყვა შეგონება არ ყოფნის და კლავს ორგანიზმს, ხო შეხედოთ დემოგრაფიას რა ჭირს. შეხედოთ ერთს რა მოსდის. პირდაპირ დათვლილია, ნადგურდებით რა. 50000 კაცი ყოველ წელს უფრო მეტი კვდება, ვიდრე თქვი ხო ფილარმონიაში, ვიდრე იბადება. რამდენია ეგ დღეში? გეტყვით რამდენია? 150 თუ არ მეშლება. კაცით მეტი კვდება ყოველ დღე, აი დღეს სანამ დღე დამთავრდება, საქართველოში 150 კაცით მეტი მოკვდა, ვიდრე დაიბადა და ესე არის ყოველ დღე. ანუ რა ხდება ეს განგრენა კლავს ერის ორგანიზმს, იმიტომ რომ შეყვანილი ყავს ის აი ამ ლეტარგიულ ჰიპნოტიურ მდგომარეობაში და ასუფთავებს ეთნოსს პოპს. მას არ უნდა ეთნოსი ლიბერალიზმს, რა უნდა ეთნოსი. და უყურებ ამ განგრენას და ვიცი რომ ეხა რომელი დიდი ექიმი მე ვარ, მაგრამ ორადორი მეთოდი არსებობს მისი მორჩენისა. ერთი არის მედიკამენტოზური და მეორე არის ინვაზიური ან ქირურგიული, ხო? და ხედავ რომ მედიკამენტოზური არ ყოფნის. ილია მეორეც კი არ ყოფნის, წარმოიდგინეთ, აგერ 40 წელია ღვთის სიტყვა გესმის და ეს განგრენა იზრდება რა. და ეს ემპირიული დაკვირვება ეს არ არის, როგორ გითხრათ, ჩემი მოგონილი. ბრმა უნდა იყო რომ არ დაინახო, რომ განგრენა იზრდება, ორგანიზმი მცირდება და წყდება ამ ლიბერალიზმის გამო. და მეორე, ეხლა რასაც ვიტყვი, ის არ არის ემპირიული დაკვირვება, ეს ჩემი რწმენაა, რომ ქართველი არის უკვდავია.
ეხლა ვიღაცა გიჟდა მიძახებს, ვიღაცა ოპტიმიზმ, ვიღაცა ფანატიკოს, მაგრამ მე ვიცი რომ ქართველი არ მოკვდება რა. იმიტომ ხო შეიძლება ლოგიკურად გავაგრძელოთ ეს ხაზი და ვთქვათ რომ კვდება და კვდება, მოკვდება რა. მაგრამ მე ვიცი, როგორც მე თქვენ გიყურებთ, რომ ქართველი ასე უკვდავი არის. და რადგან მას ინიექციური, ანტიბიოტიკური, ინვაზიური ისა ბოდიში მედიკამენტოზური მკურნალობა არ შველის, რჩება მეორე მკურნალობა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ის მოვიდეს აქ. რანაირად თურქეთიდან, რუსეთიდან სიმპტომები უკვე ნახეთ, ხო? მე ვშიშობ, რომ ეს ცეცხლი რაღაც რა. მეორე ვარი, როგორც ხოცი, დაჩირკებულ ინფექციაზე რომ ადრე დენს დაიყრიდნენ და ამოიწოვდნენ, სხვა თუ არაფერი შველოდა რა. ხო და მე მაგისი მეშინია ძალიან. ახლა ნუ მკითხავთ რანაირად საიდან და კიდევ ერთხელ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან გამეხარდება თუ შევწდები რა მაგაში. და თუ ეს ჩვენი გამოჯამრთელება და მაგრამ ეს რომ განგრენაა და არა ჯამრთელობა და არა კუნთოვანი სისტემა და არა ნერვული სისტემა, ეს ხო ცხადია რა. ახლა ლიბერალიზმი რო კლავს ერთს, ახლა მაგას მე მგონი ან მარტო ძალიან უჭკუო ადამიანი უნდა იყო, ან ძალიან უნდა მოსორო. ნუ როცა რაღაც ასაკს მიაქცევ, ჩააღრმავდები, დაინახავ, შეხედავ ამას ხო. რამდენიც არ უნდა ჩარონ პირში, ჩაქჩრა მაპატიის პირში ეს რაღაც ტყუილები და ლექსიკონი და ტერმინები, რითიც ნუ ხო ოკუპირებულები ვართ, შეხედეთ ქართულ ტელევიზიას, შეხედეთ ქართულ ჟურნალს, რას გვანან. ყველანი საერთოდ. პოლიტიკურ მეინსტრიმს შეხედეთ, რა ტერმინ, რა სიფათებით ლაპარაკობენ. ეს ხო მუმიების ლაპარაკია, ასე გაქოებული სახით, ევროინტეგრაცია, პოზიტიური ტენდენციები. ამისთვის ვიბრძოდი და ამ სიკვდილისთვის, ამ არაადამიანური რაღაცა თოჯინების ლაპარაკსაც ვერ დაარქვა, რაღაც ბურტყუნი არის, რომელიც არსად არ იწყება და არსად არ თავდება რა. და ამ ლეტარგიულ ჰიპნოტიურ მდგომარეობაში ამყოფებს ეთნოს და კლავს, მაგრამ ვერ მოკლავს და რა უნდა გვიშველოს. თუ ჩვენ თვითონ არ ვუშველეთ. ამიტომ ამ საუბრებს, აი თუ გნებავთ, არ მინდა რაღაც ეზოთერიკაში გადავიდე, მაგრამ ამ საუბრებს საკრალური მნიშვნელობა აქვს, საზოგადოებრივ საუბრებს. ამ ლექსიკის გახსნას, ამ ჩირკგროვების ახსნას სკალპელით, რომ გამოვიდეს და ორგანიზმი გათავისუფლდეს. თორე ახლა მე დიდი ხანია დავამთავრე ოცნება ვიზა ლიბერალიზაციაზე და ვისაც არ დაუმთავრებია, ღმერთმა ხელი მოუმართოს რა. ანუ შეიძლება მოგწვენ, მაგრამ გარა ამთავარი. და მე მინდა ერთი რამე კითხოთ, მაინც ბოლოში დავშება ორი პატარა შეკითხვა. ერთი ახლა აი ნახეთ, რომ რუსეთთან აქვს ომი იგივე უკრაინას და მოლაპარაკეს მაგიდაზე ხდებიან საუბრობენ. იქ კი ბატონო ესწრება იქ ამერიკელის, ევროპელის, მაგრამ ჩვენ ასეთი რა დავაშავეთ, რომ თან იმპულსები მოდის, რომ ვილაპარაკოთ. ერთი ფაქტია, რომ ჯერჯერობით არ უღია, როგორც თქვა, შეიერთა მან კრიმი, ისე არ შევერთება არც აფხაზეთი, არც ოსეთი. ანუ ფაქტიურად დატოვებული ეს ფანჯარა და ნუ თუ ასეთი დამამცირებელია, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ვერ წახვიდე. თუ რატო ჩერდებიან, ვინაჩერებს, რატო მე მგონი, მე ხა ნახდათ ვერ შევაქებ ხა რუსეთს, რომ რაღაც სიგნალები მოდის და ჩვენ ვაიგნორებთ და კი ესეც არის ჩვენი მხდალი, ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკოსები ამერიკელების იმის ქვეშ არიან და რასაც ეტყვიან, მაგრამ მაგი არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა თვითონ რუსეთშია. რუსეთს თუ უნდა აღიდგინოს საქართველოსთან ურთიერთობები, ერთადერთი რამე უნდა გააკეთოს რა. ჩვენი მტოვილები უნდა დააბრუნოს სახლში და უნდა დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. შეგვარიგოს, კი ბატონო, იყოს მე ამას ვერ ვხედავ. რა ესეთ სიგნალებს მე ცოტა გამწყრალიც ვარ შეიძლება და თამაშობ, აგერ გამოვიდა პუტინი 5 თუ 6 თვის წინ და თქვა რომ რატო ხვდებიან? არა, თქვა რომ ვიზებს გავაუქმებთ ქართველებისთვისო და მე მინდა ყველა ვიზები ევროპაშიც მინდა რომ ქართველმა უვიზოთ რუსეთშიც, იმიტომ რომ ეკონომიკისთვის კაია, კულტურისთვის კაია, ამდენ ჩვენი კულტურის მუშაკისთვის ასე. რამე შეიცვალა, 5-6 თვეა დაიბლოკა ეს ვიღაც აი ჭიაყელა ჩინოვნიკების დონეზე იმის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამიტომ რო გითხრათ რომ ეხლა მე რაღაც იმას ხედავ რომ ქართველები მოდით რა გველაპარაკეთ ჩვენ პოზა არაფერი, არანაირ ქმედით იმებს რა ქვია ჯერჯერობით სამწუხაროდ სიმპტომებს
იმისა, რომ რუსეთი მიხვდა რაც უნდა გააკეთოს. მე ამას გულის ტკივილით ვამბობ, იმიტომ რომ მე მინდა რომ დავინახო რომ რუსეთი შეიქმნა კარასი აბაშის ფორმატი. მაგრამ ხო უნდა გაცდეს იმ პამედის გაყიდვა და არა რატო ძალიან კაია რომ ძალიან კაია რომ სააკაშვილის ეპოქისგან განსხვავებით კემაინც ჩვენი აგროსამრეწველო პროდუქცია შეუშვეს და მადლობა ჩვენ ხო მოვახერხეთ მე მგონი ერთადერთი ერი ვართ რომელიც ამ დაპირისპირებულ ორი ზე ძალის პირობებში ორივესთან არ შეგვესვლება უვიზოთ მე მგონი მეორე ეგეთი არ არის აი მარტო ჩვენ გავიჩალჭეთ ეგეთი რაღაცა რა ხო უნდა ქნა ეგრე რა რომ აი ისე მოიქცე რომ იყო იზოლირებული აი ეს პატარა ქვეყანა რომელსაც ჰაერივით სჭირდება სასიცოცხლოდ დიდ ქვეყნებთან ურთიერთობა მისი ტალანტის მისი ინფორმაციის მისი კაპიტალის მობილურობა აი ხო უნდა გაიჩალიჭო რომ ერთადერთი ქვეყანა იყო რომელსაც უვიზოთ არსად არ გიშვებენ რა ესეც მოდი შევხედოთ აი ისევ ფილოსოფიურად რისი მაჩვენებელია რომ გაგნებაში არ ახარ რასაკეთებ ჰიპნოზის ქვეშ ხარ და აი როგორც ბრმა ესე ფათურობ და რაღაც ისულელებს აკეთებ რა და მაგრამ რუსეთს რო დააუბრუნდეთ მე ძალიან მინდა ეგრე იყოს რა რომ რუსეთი გვეხვეწებოდეს რომ მოდით ქართველები გველაპარაკეთ და ჩვენ არ ველაპარაკებოდეთ მაშინ ვიტყოდი რომ ეს ერთი პრობლემაა რომ ეს ჩვენი ლაჩარე პოლიტიკოსები ჩესძეოდგანან იმას ამერიკას და ევროპას და რატო არ ელაპარაკ მე ამას ვერ ვხედავ უბრალოდ ჩემო კარგო მე მინდა ვიყო ობიექტური რა მე ვხედავ არ ვიცი რა არის რაღაც. რამდენი კაცი მუშაობს მოსკოვში ჩვენი ქართველები. არა, კი, სიყვარული ხალხთა შორის კაცო, პოლიტიკოსები, ხალხთა შორის ურთიერთობები, ეხა კი წამოვიდა თაობა, რომელსაც იქაც და აქაც, რომელსაც შეაგნებიეს, რომ ჩვენ მტრები ვართ. ეს მტრებმანქნეს ჩვენმავე. აი, ვერც გაბრაზდები ახალგაზრდა რუსზე, ან ახალგაზრდა ქართველზე, რომელსაც ბოლო 15-20 წელია, აი ეს ტელევიზიები, რომლებიც არიან ლიბერალისტური ინტერნაციონალი, არც რუსული, არც ქართული არაფერი არ არის, ვინც მართავს ქართულ ტელევიზიას, რუსულ ტელევიზიას, ისინი არიან ანტიქართველები უფრო მეტი, ვიდრე ძალიან ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი, იგივეა იქაც. და ისინი ეჩხუბებიან ვითომ ერთმანეთს და აჩხუბებენ ამ ერებს ერთმანეთს. მაგრამ მე სხვა კრიზისს ხედავ, მე ვხედავ, აი როგორ აიცით, რომ საერთოდ სული სტატიკა არის რუსეთის მხრიდან. არანაირ, მე მინდა ეგ იყოს, აი თქვენ რასაც ამბობთ, მაგრამ არანაირ რაღაცა ძრას, დათმობა. შეკაცო, დაუბრუნე საქართველოს, დაუბრუნე ამას ამაჩაბლო. რა იმე ხიმკის რაიონი მოსკოვის უფრო დიდია ვიდრე მთელი სამაჩაბლო რა. და კრასნოიარსკის ოლქი არის საფრანგეთზე 3-ჯერ დიდი თუ არ მეშლება ტერიტორიით. დაუბრუნე, შეარიგე, არც ვაპირებთ იმ ხალხის დაჩაგვრას, ჩავიხუტებთ გულში. და ვინ ამ გულში ჩაყუტებაში თუ ვიღაცა ცუდად მოიქცევა და ზურგში დანას დაგვარტყავს, გამოვართმევთ დანას და დავმართებთ თავისას, მაგრამ მზად ვართ, რომ ჩავიხუტოთ გულში ეს ჩვენი ეთნიკური, ნატურალური, ნამდვილი უმცირესობები. მზად ვართ რამდენი წელია. მაგრამ ხო შეიძლება ბიძია რაღაც ნაბიჯი გადვა, არა. სერბეთზე იძიებენ შურს. მე ამას გულის ტკივილით ვამბობ. შეკაცო, ნატომ რო სერბეთი გახლიჩა, ჩვენ რა ვცანით კოსოვო, ან ცნობთ როდისმე? შენ მე რას შურს იძიებ და მეორე მართლმადიდებლურ ქვეყანას, შენვე მართლმადიდებლური ქვეყანა როგორ ხლიჩავ. ამიტომ მე აი ამ კათარზის ველოდები და ღმერთმა ქნას რომ მოხდეს. მანდაც შეგვიძლია. ომით როგორ მოუგებ ჩვენ რუსეთს? არა, ეგ არ ვიცი, მე ხო არ ვამბობ ვიომოთო, მაგრამ თქვენ მკითხეთ მე არა, თქვენ მკითხეთ მე რუსეთი გვეძახის და ჩვენები რატო არ ელაპარაკ, არსად არ გვეძახის, ზურგით დგას, არის თვითმავნებლურ მდგომარეობაში. მე ვუჯდები აი ესე წამყვან რუსებს ბიზნესი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, ბევრი ქართველი კიდევ ვინც იქ დადის და პირში ვეუბნებით სათქმელს. და ჩემი აზრით, მანდ გინებით, ჩხუბით არაფერი არ გამოდის, ძალიან რთული საუბრებია და სუსაფრთხეში თავს არ ვიქებ. სუსაფრთხეში ვიგდებთ ამეთი თავს და ბევრჯერ მithქვია მაგათთვის ესა რა, რომ თქვენ ეხლა აუცილებლად უნდა მიხვდეთ, რომ თქვენ თავსვე ავნებთ. რაში ვავნებთ? რაში ავნებ ბიძია და ოსეთს, როგორც ქვეყანას, ოსეთი არ არსებობს ორი. ოსეთი არის ნამდვილი ერთი. სამხრეთ ოსეთი არ არსებობს. ეს სამაჩაბლოა.
და ნამდვილი ოსეთი არის, რასაც შენ ჩრდილოეთ ოსეთს ეძახი. შენ აიღე და ოსებს მიეცი ჩვენ ძმებს, ვენაცვალე ოსებს, მიეცი სახელმწიფოებრიობა. მე რას აპირებ? შენ ხო 94% ოსებისა შენივე ტერიტორიაზე ცხოვრობს. შენ რომ მათ უთხარი რომ თქვენ აწი სახელმწიფო ხარ, რას უპირებ ამ კაი ხალხს? აპირებ განავითარო მათი სახელმწიფოებრივი კულტურა? ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მე რენგუშებს რას ეუბნები, მე ავარებს რას ეუბნები და ასე შემდეგ. და ამიტომ ეგრეთ წოდებული არარსებული სამხრეთ ოსეთის როგორც სახელმწიფოს აღიარება შეიძლება მხოლოდ ან ძალიან შემცდარ კაცს ან მოღალატეს. დიმიტრი მედვედევი მყავს იმაში. გადაბაზებულს. არ ვიცი, ეხლა შორს ვარ იმაზეც განო პუტინის garaში ისავდა ეგეთ რაღაცას. მაგრამ ეგ არის რუსეთის დაშლის, აი თვითმავლობლობა, როდესაც შენ თან რას აკეთებ ჩრდილო კავკასიაში ერთადერთი არამუსულმანური, ანუ მართლმადიდებლური ეთნოსი არის ოსური ეთნოსი და ესეთ ექსპერიმენტს უტარებ და კი ბატონო, აი დაუშვათ ღმერთთან უქმნას ჩვენ აღარა ვართ ხვალ, ღმერთთან დაგვიფარო. შენ რას აპირებ? შენ აპირებ ოსური statehood-ის, ანუ სახელმწიფოებრიობის განვითარებას გიყურებ ერთი რა, საწახვალ. და თუ შენ აპირებ ამ სრული კაზუსის ინვერსიას და შებრუნებას, როგორ აპირებ ამას ჩემთან შერიგების garaში? ამიტომ ჩიხში ხარ უფრო ვიდრე მე ვარ. ხო ვითომ ჩემზე ჯანზე ხარ და თავზე მაზი ხარ. და აი ესეთი რაღაცების კომუნიცირებას და ახსნას, იცით როგორი ძნელია? აი ამ პროპაგანდის შედეგად. აი როგორც აქ არ შეუულიათ რუსს ელაპარაკონ ჩვენი ლიბერალები, იქ არ შეუულიათ ქართველს ელაპარაკონ რუსი ლიბერალები. ეგრევე ის იწყება. და პარადოქსია, ყველაზე უფრო თითქოს ჟარგონს ვიხმარ, დერჟიმორდა აი ესეთი რუსები, მონარქისტები, მართლმადიდებლები, არის ერთადერთი ფრთა, რომელთანაც მე ვძმაკაცობ, იმიტომ რომ მეუნევიან, რომ აფხაზეთი თქვენია და სამაჩაბლო თქვენია. მათ ესმით. რუსეთში ეს ხალხი. არა, ეხლა ეს ვინ გაზომა, არ ვიცი, მაგრამ აი სწორედ აი ამ ფრთას რუსებისას, ოღონდ თუ გაცდები ამ ერთმანეთის დედის გინებას და აუხსნი და დაუჯდები და დაინახავს, რომ შენს კაცი ხარ, ესეც კაცია და არა მაიმუნი და თუთიყუში, ხო? რომ დაუწყებ ლაპარაკს, აი მე ნამდვილი წელი იქ დავდივარ, ცხოვრობდი, ხო, 21 წელი. ერთადერთი კასტან შრე რუსული საზოგადოების, რომელსაც ჩემთვის როდის მე უთქვია. როდის მე კი არ სუმეუნევა, რომ აფხაზეთი თქვენია, სამაჩაბლო თქვენია, არის ფაშისტებად შერაცხული ლიბერალების მიერ ნაღდი რუსები, მართლმადიდებლები. და რა თქმა უნდა, მაგრამ ეგენი მე ხა ეგ ძალიან ფართო თემაა. ეგენი ვერ მართავენ რუსეთს, მაგათ ხელში ნაღდათ არ არის რუსეთი. ძალიან ჭრელი ჯერ კიდე ელცინის ეპოქიდან მოყოლებული აი ოლიგარქების მიერ ძარცველური იდეოლოგიის ჰეგემონია იქ ჯერ კიდე და თუ ვინმეს გონია რომ პუტინი რამის ანუ ეს არის რა ქვია რასაც იტყვის ის კეთდება აგერ ხო თქვით აგერ თქვა ვიზებს გაგიუქმებთო და მანახება სად გამიუქმე მიდმა დაგიბლოკა იქ ჭინკები გიზიან და თქვა ეს რომ არაძმაო 6 თვე გავცირკია 6 თვე გავიდა მედით იქ ბაგებში და ნახეთ რა ხდება იმ საელჩო თუ რაც ქვია იმ საკონსულოს ჯერჯერობით უნდა წვენოდეს ქვეყანას ეგეთ საკონსულო რო აქვს ხო და ამიტომ მე მზად ვიქნები პირველმა ვთქვა რომ რა თქმა უნდა ჩვენებიც არ აკლებენ იმას კუკუდამალობანას და მშიშრობას და ეგეთი ბრძანებები აქვს მაგრამ ეს როგორ გითხრა ეს ვერ გადაწონეს თუ იქიდან ამოვიდა სიგნალი რომ მოდით აბა დავაბრუნოთ ქართლებს ბიჭო რა სახელმწიფოს აშენებ ერთი ამიხსენი შენ როგორც რუსი მაგალითად აფხაზეთში თუ მანდ ეთნიკური ნიშნით ქართლებს არ შეუულიათ ცხოვრება აი რომაც დავიჯერო რომ შენ მან სახელმწიფოს აშენებ ფაშიზმი არ არის ხო და რა ვის ებრძვი შენ მაგითი ნატოს ებრძვი ამიტომ ეგრე არ არის რა რომ მე ძალიან მინდა და ველი და ყოველთვის იმედი მაქვს რომ როდისმე გაიღვიძებს რომ შეხვდა რუსეთში ჩავიდა პუტინში პატრიარქი ეს სხვა სფეროა და უდიდესი პატივისცემა აქვს და
რაღაც, მაგრამ პოლიტიკა მაინც სხვა რამეა, ხო? ახლა ვერთიანდები სოფლიო კრებაზე რუსეთი, საქართველო, სერბეთი, საბერძნეთი. ეს ჩვენ და რუსეთი არ ვერთიანდეს, მართლმადიდებლური პრინციპია, რომ უნდათ რაღაც მორიგივე ეგრეთ წოდებული სოფლიო კრების შეკრება, მაგის ინიციატორი არის სტამბულში მჯდომი, კონსტანტინოპოლში მჯდომი პატრიარქი ბართლომე თუ არ მეშლება, მას ქვია. ძალიან ბევრი მე ხა ვინა ვარ რომ პატრიარქზე რამე თქვა, მაგრამ ძალიან ბევრი მწოდნე ადამიანი ამბობს რომ მასზე უდიდესი გავლენა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და იმ ძალებს რომლებიც გვიშვებიან ჩვენ ამას აი აქ რა ჰიპნოშიც ვართ და არის ერთი ამბავი რომ შეკრიბონ როგორმე სოფლიო კრება რა რომელიმე მწვალებლობა გაჩნდა ახალი ერეტიკული სოფლიო კრებები იკრიბებოდა ამის გამო მართლმადიდებლური დოგმატიკის დადგენისთვის და არ შეკრებილა 1000 რამდენი წელია არც 1200 წელი ხო რაღაცა უნდა შეიკრიბოს რამე შეიცვალა რამე ახალი გვითხრა ქრისტემ თეოლოგიაში შეგვეცვალა რამე თუ რა არა ეს არის იგივე საერთო იმის მართლობის საერთო სახელმწიფოს საერთო იმის იგივე თქვა ბართლომეს რაღაც ალა პაპად დასმის მცდელობა ხო და ძალიან ბევრი ხა ყველა მართლმადიდებლს თავის დამოკიდებულება აქვს ამის მიმართ ძალიან დიდი ისმედის წნეხი და მუშაობა ამაზე დასავლეთიდან ეს ნაღდათ ვიცით რა და ჩემი აზრით ჩვენები ხوار მიდიან აი დღეს ჩატარდა სინოდი არ ვიცი რა გადაწყვიტეს მაგრამ ჩემი აზრით უპრეცედენტო ამბები მაგიტო ხდება მაგალითად კისინჯერი კრემლში თებერვალში იყო უცნაური დამთხოვები ჰენრი კისინჯერი ჩავიდა პუტინთან რაღაცაზე თებერვალში და ერთ თვეში კირილე კუბაში რომის პაპს შეხვდა ეგ 500 წელია ეგეთი რამე არ მომხდარა ხო და ამის მერე მოხდა აქსელერაცია აი ამ სოფლიო მართლმადიდებლური ეგრეთ წოდებული კრებისა და ჩვენ ვიცით რომ ავტოკეფალური ეკლესიები და რასთავარი ათონის მთა რადიკალურად წინააღმდეგი არიან ამის. ვიზაინტერესებს იმაზე აუთხრა ჩვენთან ჩვენ ჟურნალისტიკაში მართლმადიდებლური ქვეყანა ხარ ერთი წამლად სიუჟეტი მანახეთ რა ამ თემაზე. ან შეიძლება 22% ქვეყნის ოკუპირებული გქონდეს. ჩაით აბა ბაქოში. ტელევიზორს ვერ ჩართავთ რომ ყარაბაღზე არ ნახოთ სიუჟეტი. აი დღე არ გადის რა. ისი მაჩვენებელია. რომ მათი ტელევიზია ხო დაცინიან და ფაშისტი ისა დიქტატორიალი მაგრამ აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებს გამოხატავს კაცო ეს ტელევიზია შეიძლება ყოველი მერვე იქიდან დევნილი იყოს გაუპატიურებული შეურაცხყოფილი და ამ ჩვენ მაპატიეთ და აფერის ტელევიზიაში ტაბუედოს წლები გადის ისე რომ დრო არ აქვს ჯღანი რაღაც ცეკვების დრო აქვს და წამლად ერთი გადაცემა მანახეთ რა ქართულ ტელეეთერში სადაც ჭკვიანი ხალხი დასხდებიან და იტყვიან თუნდაც იგლოვებენ რა და გაიხსენებენ ჩვენს მიწაწყალს და იტყვიან როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი არ შეიძლება აკრძალული გვაქვს ამერიკელების მხრიდან და თინახიდაშელი ჩემი ყურით მაქვს მოსმენელი კაცო სოჩაში ჩავიდა ჩემი ყურით მოვისმენ და აფხაზებს უთხრა მე სულ არ მაინტერესებს საქართველოს დაებრუნებს თუ არა აფხაზეთს ოღონდ ლიბერალური ქვეყანა იყოს ეს ამ თავარსარდალი თუ თავის უფროსი აი ამის მთქმელ ადამიანს საერთოდ უფლება აღარ უნდა კონდეს საქართველოში დაბრუნების მასეთი რაღაცის მერე და გინიშნავენ რამის მინისტრად კი არა მეომრების მინისტრად კაცო იმის მინისტრად მაინც დაამინისტრა ინფრასტრუქტურის რა ეგ არის ფრონტალური შეურაცხყოფა მეომრის, ქართველი მეომრის, რომ ეს არის დანიშნული ესეთი რაღაცის მერე მინისტრად, კაცო. არ მიყვარს ეს პერსონალური ინსინუაცია, მაგრამ რა დამოუკიდებლობა ვიზემ, სად არის ჩემი დამოუკიდებლობა ამ რეალობაში? ეს ხო სუტყუილია ყველაფერი. რა ეს ქართველი ხალხის და სანგარშია ეგ კალი ნაწოლი ავტომატი აქვს ნასროლი თუ რა დამსახურება აქვს ქართული მხედრობის წინაშე. თქვა რომ სულ არ მედარდება აფხაზეთს დაგინიშნოს მინისტრად და მიდი ახლა იზეიმე ვაირაკაია ჩვენი დამოუკიდებლობა. მაგას ვამბობ რომ ჩვენ ვართ ლეტარგიულ, ჰიპნოტიურ, მოტყუებულ მდგომარეობაში და უნდა გავიღვიძოთ რა. და ეს ტუტუცი ხალხი უნდა თავის ადგილზე დავსვათ და მიდი ვიძია ეგრე კუთხეში დადექი შენ. და
დავიბრუნოთ თქო, მაგრამ მაგას ვერ ვიზამთ თუ ტყუილებს. აი, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ შენი ცხოვრების აზრი არის ევროინტეგრაცია, ან ლაჩრულად შორიდან რუსების დედის გინება. შენ სანამ ამას აკეთებ, მე კი გასოს თუ საგინებელია, საჩხუბარია, წამოდი და ვიჩხუბოთ. გამიგე? მაგრამ რის თავი გაქვს, რას გავხარ საერთოდ. და აი ამ აბლაბუდიდან ტყუილების ჩვენი ამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით რა. უნდა შეიცვალოს საქართველოს სახელმწიფოს კურსი, არა რუსეთისკენ, როგორც ამაში ჩვენ ბრალს და არამედ საქართველოსკენ. რანაირად? ჩვენ უნდა გავხდეთ კავკასია-ცენტრული წარმონაქმნი, სრულიად განსხვავებული სახელმწიფოებრივი ფილოსოფიით და იდეოლოგიით და ინდივიდის უფლებები. საქართველოში რო იყო ოდითგანვე დაცული, ისე არსად არ იყო. დავანებოთ ამ სისულელეებს თავი, ოჯახი და მისი ფილოსოფია, მისი გააზრება. უნდა ამოიფხიკოს, აი, როგორც ინფექცია სამინისტროებიდან. რას გვანანა ეს ლიბერალი? რაღაცა პოლემიკაში შედიხარ, ბავშვებს უნდათ რომ ასწავლონ, კაი, არ გვინდა ამაზე უკვე თქვით ყველაფერი, ვიცით ხო რა? და ნიღბავენ რაღა, ვითომ გვატყუებენ, მაგათი მოსატყუ არის. რო შედიხარ პოლემიკაში და უწყებ საუბარს, აი არსებული მოადგილეები, გვარებს არ დავა, ქალბატონები, იმის განათლების მინისტრის. ცირკია, ყვირილს გიწყებენ. გიყვირიან. ანუ არ ესმით, რომ შენ ხარ მაგათი უფროსი. როგორც მოქალაქე. რომ შენი იმითი რა, ეგეც ხო ლიბერალური მარაზმია. მე იმას გადასახადს რო ვიხდი, ის გიხდი შენ ბიძია ხელფას. მაგიტო ხარ ჩინოვნიკი და რასაც გეუბნები, კეთილი ინებე და მომისმინე. ყვირილს თან როგორ გიყვირია, იცი? ლამის ხელი გაგარტყა და გეცინება, აი უყურებ ამ რაღაც ქმნილებებს და ამბობ, რომ როდემდე კაცო ეს. ეს უნდა დამთავრდეს რა. მეც ეგ უნდა მეთქვა ბოლო ხათაშორის მე ვიცი რომ ეს საგანი მათ მაინც მიიღეს ამ თავის მახინჯი ფორმით და ეხლა შეიცვალა მინისტრი. შეიძლება წინა მინისტრი ამას გადაყვა, მაგრამ მე მინდა ეგეთი რამე დავანონსო, რომ ნუ იფიქრებს მთავრობა, რომ ეს გააპარეს და მიიღეს. არა, კაცო, გააპარო. მზადდება საკმაოდ დიდი სახალხო პროტესტი, აქციებიც, ყველაფერი და მაგრამ საკანს არ გავხვევა, მან დაგავჩერდებით ჩვენ. მაგას იბად მაგათ არ გქონდეთ. კი. რო ეს საგანი გაუგო. ეს ბრძოლა გაიზარდა, ხო? ნუ მოგეთ ჩვენ მოდით ამაზე ამ თემას ყველაფერი თქვით უკვე რა და თავის დააბრალონ. არა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ისა ვართ, რევოლუციონერები ან მაფიოზები, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი საზოგადოება ვამბობთ იმას, რაც ხალხს უნდა და ეხლა უნდა იყვირონ, უნდა ახტენ, იმ დროს რო თქვი რომ ლიბერე არის მეთქი ავენტინური ტრიადის სრულ ღმერთი Google სად იყო ჩვენ რო ეგ ვიცოდით ხო ტრიადა პატრიციებს ჰქონდათ რომი დაარსდა 7 მთაზე ხო და კაპიტოლის მთა როგორც ვაშინგტონში მაგითო ქვია ხო პატრიციებს ჰქონდათ თავიანთი სრულ ღმერთების ტრიადა თუ არ მეშლება იუნონა მინერვა და მესამევინი იყო არ მახსოვს და პლებეებს ჰქონდათ მის საწინააღმდეგოდ სრულ ღმერთების ტრიადა ლიბერი დედამისი ცერერა და მისი და ლიბერა და ეს ლიბერი ჯიგარი იმითი იყო გამორჩეული რომ სქესობრივი კავშირი ჰქონდა დედამისთანაც და თავის დასთანაც და იყო ლოთობის და გარყვნილების სრულ ღმერთი განსაკუთრებით ეს კულტი იყო გავრცელებული ელინიზირებული იტალიის სამხრეთ რეგიონებში და პლებეური ფალიკური მაგალითად ფალოსის ფორმაში იცვალდნენ და ფესტივალები ტარდებოდა მისი კულტის და ეხლა ლიბერალებს ქვიათ მაგათ, გამიგე და რაც უნდათ ის ქნა. მე მგონია რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რამდენად ცეგვილია მათ მოთმინებით ქრისტე გვაფურთხონ, გვაგინონ, გვირწყან, გვაყენონ შეურაცხყოფები, გვიკივლონ, ქალს რაც არ ეკადრება. ჩვენ აი ესე უნდა გავაგრძელოთ რა, ღირსეულად, წყნარად, სიმართლის თქმა, რომ გამოჩნდეს რა ვინ არის და მხოლოდ ასე, აბა რისი ქრისტიანები ვარ, ჩვენ თუ მაგათ თავში ვურტყით, როგორც ეგენ ჩვენ გვირწყავენ და შეურაცხყოფენ რა, ჩვენგან რა დარჩება ქრისტიანული თვალსაზრისით. ამიტომ 7 საუბრით, მოთმინებით და სიყვარულით, მაგრამ არანაირი დათმობით აი ამ სიბინძურის. არა სიბინძურის მიმართ გასა. და მედგარია აი კაცური და ქალური მიდგომებით რა, ოჯახის დაცვით
და ახალი საქართველოს გააზრებით. სხვა გზა ჩვენ არ აქვს. სხვა გზა არის სიკვდილის გზა, ის რაც ხდება. და მე მჯერა რომ ეს არ მოხდება. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მე დიდი იმედი მაქვს რომ ახდება თქვენი სიტყვები. ახალგაზრდობის იმედი მაქვს. მიუხედავად იმისა რომ ბევრ შემოვედ მაგრამ გადაკეთებაზე ეს გაუჭირდებათ. მე მგონი სოფლიოშიც კი უკვე თაცა უკვე ძალიან მოერი იქაც კი გაიღვიძა ამ ტრადიციებმა მართლა რაც არის ქრისტიანობა მართლა რაც არის ღირსება და მე მგონი ჩვენ შევებრძოლებით ბოროტს ესაა ჩვენი ვალი მაყურებელს ხო არ მიმართავთ იმ ეკრანში ხო ატყვით რამეს არაფერი მადლობა მე და საერთოდ არ ჩანდე ტელევიზორში დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ გამოდივარ ხოლმე როცა საჭირო არის და როცა დიდი მადლობა მაყურებელო დაგვითმეთ და წარმატებები ყველას დიდი მადლობა